გამარჯობა. გამარჯობა. ისე უნდა გავიმეორო წეგან რასაც ქალბატონი ქეთი თუ ქალბატონი ქეთევანი? ქეთი ვარ გარეთ სახში ქეთო და ისე ქეთევანი. სულ ერთი. ანუ ქეთევანი ორივე შეიძლება. ხო, ქეთო ინტერვიუ წავიკითხე და ქეთო რო დაიბადაო, მაშინ გამოვიდაო. პირველი წიგნიცო. კაი, წეგან ჩემოლადო. უყვებოდი, მაგრამ კიდე მინდა გავიმეორო, რაც დავთანხმდა სტუმრობაზე, მას მერე გონებით ველაპარაკები და იმდენ რაღაცას უყვები. მე მგონი ისე მოხდება, რომ ჩვენ ვილაპარაკებთ და მოუწევს მოსვლა. ძალიან კარგი. კი, ეგრე იქნება და მაყურებელს, აი, ბატონი გურამის დაწარმოებებიდან გამოვალ და მაყურებელს რომელსაც ჯერ არ უნახავს მამების დრო ძალიან დიდი სიამოვნება ელოდება ჯერ არ ნახვის ბედნიერები. პირველად ნახვის ბედნიერების, კი. აუ, მოკლედ, ქალბატონი ქეთი ყავს სტუმრად. ჩემთვის ძალიან დიდი გურამ დოჩანაშვილის ქალიშვილი. საერთაშორისო ქართული სკოლის დამფუძნებელი, სკოლაში ვართ და ბავშვობა გამახსენდა, რომ დავდიოდი წეგან აქეთ იქით და მადლობა, რომ დავთანხმდით, რომ მასპინძლობთ და მადლობა თქვენ. იმედია თავს არ მოგაწყენთ და გულწრფელად ვისაუბრებთ. პირველ რიგში ჩვენ მეგობრებს ვახსენებ კომპანია Suti Power-ი. ეს არის ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, არატრადიციული ფორმით, ეს პატარა კუბიკებით არის, რომელიც პაკეტებში იყიდება და ძალიან გემრიელია. არის ყურძნის წვენის, ბროწეულის და რაც თავია შოკოლადის ჩურჩხელაც შეგვეცოდინება. და რაც თავია ძაფი არა. ძაფი არა აქვს. უძაფო ჩურჩხელა. კარგად აღწერეთ. ხო, აი მე სიურპრიზიც გაქრა რაღაცად არა. ესე იგი, გამეორება ხო ცოდნის დედაა და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი მეგობრები გურჯაანის, ნაყინი თავისი საოცარი გემოებით, რომელიც აი ამ ცხელ დღეებში არის შვება, მისწრება, ნეტარება, ყველაფერი კარგი. ხო, ეხლა მარტო რო ვარ, შეიძლება გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ ყოველთვის მე და მიშო ვართ ყველა ვიდეოში, მაგრამ ამ შემთხვევაში მარტო არ, იმიტომ რომ ბატონი მიხეილი ჭრილში დგას და შეექცევა გურჯაანის ნაყინს. ხო და ეხლა მეც გავიქცევი, დავიწყებ გურჯაანის ნაყინის შეჭმას, რომ ცოტათი გავგრილდე. მადლობა ჩვენს მეგობრებს, გვერდში დგომისთვის, არაჩვეულებრივი გემოებისთვის და იმისათვის, რომ ყოველთვის გვანებიურებენ კარგზე, კარგი პროდუქტი. გაუმარჯოს გურჯაანის ნაყინს. მოკლედ გადავიდეთ კითხვებზე და რთული და ამავე დროს მარტივი კითხვა. როგორია გურამ დოჩანაშვილის შვილობა? კარგი. ჯერა. ძალიან. იცით როგორ არის საერთოდ ბევრ ამას, ბევრი პრობლემა ახლავს. მოგეხსენებათ, ხა ზოგადად როცა საქმე კეთდება, იმას ჭრილში უბრალოდ კადრს მიღმა რაც ხდება, არ არის ხოლმე ისეთი ლამაზი და დაალაგებული და მიმზითველი, როგორიც ჩანს ხოლმე გარედან. ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი ძალიან, მაგრამ ძალიან კარგია. იმიტომ რომ აკომპენსირებს მე ის იმ სირთულეებს აკომპენსირებს ის პოზიტივი, რაც ამას თან ახლავს. შვილობას. ძალიან მაგრად მახსოვს სტუდენტი ვიყავი პირველად რომ მქონდა ბედნიერება ბატონი გურამი ახლოს მენახა რაღაც ღია ლექცია იყო ჯემალ ქარჩხაძეზე. და როდის მივხვდი და დავრწმუნდი უბრალოდ საბოლოოდ რომ ძალიან დიდი ადამიანი იყო დაიწყო საუბარი როგორ იცით ჯემალი ჩემზე დიდი იყო მე ისეთი მაგარი ვერ ვარო და ჯემალ ქარჩხაძის ვაჟიც იყო მაშინ იმ შეხვედრაზე აი ხა წიმოს მიქრა და მიარა იმან. მაშინ მივხვდი რომ ძალიან დიდი ადამიანი იყო იმიტომ რომ ისეთი დიდი მე ვერ ვარ, არა და ჩემთვის ორივე ძალიან დიდია. იგი უყვარდა ძალიან, აი ძალიან გიждდებოდა მაგ მოთხრობაზე. მაგაზეც ისაუბრა კი ბატონო. ცრემლები მოგეძახა. ხო, არა, ნუ გვაქვს ეგ სენტიმენტები ახლა რაღაცა საერთოდ რომ არ არის სწორი პირიქით ხო, ახალგაზრდობასთან, სტუდენტობასთან ასოცირდება ის. თან მამა ჩემი ძალით მაკითხებდა ხოლმე სულ თავი და წაიკითხე. მისი ნაწარმოებები რო წამოკითხავს ქალბატონო ქეთი მართლა მონუსხლურად დავტყობებული ვარ და თქვენ თუ ყოფილხართ პირველი მსმენელი მისი ნაწარმოების? არა, არასოდეს, იმიტომ რომ პირველი მკითხველი იყო ხოლმე დედა ჩემი ყოველთვის და დედა ჩემის ხელში გადიოდა ფაქტიურად და მე მეგობრებს ხან რომელ მეგობრს გააჩინე პერიოდში ვისთან როგორი ურთიერთობა ქონდა. ჩვენ არა, ჩვენ აი სხვა საკმაოდ დრო გადიოდა ხოლმე მე და ჩემ ძმას გულისხმობ, მე ვკითხულობთ, იმიტომ რომ ჯერ პირველი ნაწარმოებები, ნუ მე რო დავიბადე, უკვე პირველი წიგნი გამოვიდა, 27 წლის იყო და უკვე წიგნი გამოვიდა და ანუ პატარები ვიყავ ძალიან ვერც წავიკითხე
გითხავდით ფიზიკურად და მეც რო ვკითხულობდით როგორ იყო, აი რაღაც პერიოდი უნდა გასულიყო, რომ აღმექვა როგორც ნაწარმოები, იმიტომ რომ რასაც წერდა ის ფაქტიურად იყო ჩვენი ცხოვრება. ანუ ის თამაშდებოდა, აი როგორ გითხათ, პირდაპირ გაგებით შეიძლება არა, მაგრამ რაღაც ფრაზები, რაღაც ის, აი ძალიან ის იყო ჩემთვის ინტიმური, როგორ ვთქვათ, აი ვერ აღვიქვავდი როგორც ნაწარმოებს. რაღაც პერიოდი მჭირდებოდა, რომ ცოტა ის სხვანაირი ცხოვრება გქონოდა და ტექსტი წამეკითხა მერე. ეს კითხვა ცოტა ბოლოსკენ გვაქვს ეს კითხვა, მაგრამ ბარემ დავსვათ, რომ ეს გუში და გუში წინ კეჟერაძეებს ჩაუჯექი კიდევ ერთხელ. პროტოტიპები ყავდათ, არსებობდნენ კეჟერაძეები. იცით რა, აი პირდაპირი არა, არასოდეს, მაგრამ აი ბევრი ადამიანისგან რაღაცა, ეგრევე ფრაზები, როგორ ვთქვათ, რაღაცა ის ამასლას მე რო ვკითხულობდი, ესე იგი მე რო დავიბადე, მაშინ დაიწყო წერა. ანუ გავიზარდე სამოსელის წერის 12 წელი წერდა. ანუ ჩემ მთელი გაზრდა დაბადება და ნუ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი 12 წელია, ხო, დაბადებიდან 12 წლამდე. ვიყავი ამ სამოსელის წერის გარემოში და ფრაზები, რაღაცები, იქ მეზობელი რას ლაპარაკობდა, იქ რაღაცა, ყველგან რაღაც ნაცნობი სიტყვები, ფრაზები, რაღაცები, საიდანღაც ყველაფერს იღებ. ნეტა ის საიდან აიღო, ეხლა 12 საათია და ყველაფერი გენიალურადაა. ხო, აი ეგ არა, ესე ზუსტად სიტყვით არ საიდან. არა, იქ რაღაც დიალოგებში, აი ცოტა, აი ხომ ხვდით, აი პირდაპირი არაფერი არ იყო, მაგრამ ძალიან ან შეიძლება ლაპარაკში ახსენებდა ხოლმე თვითონ უკვე გადაკეთებულ ფრაზას და ჩემთვის რომ მისი ფრაზა იყო, მე მხვდებოდა რომ თურმე იმ დროს ამას წერდა და ამის გავლენის ქვეშ იყო. აი ანა მარიამ მაგალითად რომ მოკლა, ასე ვთქვათ, ნაწარმოებში. ნუ აი მაშინ ეგონა რომ დეჩემ უნდა გარდაცვლილიყო და ისეთი ტრაგედიები იყო სახში, რომ განიცდიდა რომ რაღაცა დაემართებაო. ხო და მე რა ვიცოდი ხა ბავშვი ვიყავ და რა ვიცოდი რომ რატო დედას განიცდიდა ამას? ხო დედამ უფრო იცოდა რას წერდა და ალბათ ხვდებოდა რას უკავშირებდა და ჩვენ ხო ვერ ხვდებოდით და ნუ მე გადაუარა და მე რო წავიკითხე თურმე რატო განიცდიდა და რას განიცდიდა. ისე რამე წინასწარმეტყველური ხო ნუ დეჩემ ეხაც კარგად ვიცი მე კარგად ამბობ ზოგადად ნაწარმოებებში არა მგონი აი რაღაცებს ამბობენ მაგრამ ჯერ რაღაც არ მინდა ამაზე ლაპარაკი იმდეთ ვერ მივცემ ჩემთვის მაგის უფლებას შეიძლება ხელოვნურად იყოს კავშირში მაგრამ რაღაცა ერთი-ორჯერ რაღაც თარიღი აქვს ნახსენებ და ზუსტად იმ თარიღში რაღაც დიდი ამბავი ქვეყანაში რაღაც მართლა მოხდა და აი თუ მაგას დავარქმევთ არ ვიცი ეგეთი რამე მომხდარა რა თარიღი? აი არც მახსოვს ოღონდ მართლა. რასთან კავშირში ეგ მახსოვს, მაგრამ რაღაცა ვერ მივცემ ჩემ თავისუფლებას, რომ იქნება არ იყო ეგრე და შემთხვევით დაემთხოთ როგორც იყო და ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია ჩემთვის სამოსელი პირველი. თუმცა ბატონი გურამის ნაწარმოებები და სხვა უფრო მიყვარს და მე იმ ისტორიას კიდეც ცალკე მოვყვები. ჩვენ იმდენი გქონთ თქვენთვის მოსაყვები. და ბატონ გურამ შეხვდი ერთხელ, აი როგორ შეხვდი და რა ვითარებაში იმას მომყვები ცალკე ისტორია და იქ ვიტყვი იმ წიგნზეც და სურამიდან ვარ მე და რო უთხარი გიждები სურამი ისე მიყვარსო და ეს არის ჩემთვის ჩემ გულთან მისასვლელი გზა გადის სურამზე უხეშად და სურამში დაამთავრეს აი ეგ უნდა მეთქვა კი და ეგ მომიყვა რო შობა იყო საოცრად ბარდნიდა და შობა თუ იყო არ მოსწონს ზამთრის სარდადეგებზე ვიყავით ხო და მეორე სართულზე მეძინა და გამეღვიძა დაახლოებით ერთი თვე წიგს ვერ ვასრულებდი რაღაც ფრაზას ვეძებდი დასრულების ხო აი რო ისეთი დასასრულებელი და გამეღვიძა უცალად და გამახსენდა მივხვდი როგორ უნდა დავასრულო და ავდექი დავწერე და გახარებულმა გავაკეთე ყირამანა კი ეგრე იყო და მასპინძელს ეგონა რომ მიწისძვრა მოხდა გამოვარდა ჩვენს გვეძინა ეგ დილას ადრე მუშაობდა ხოლმე მე ჩვენ შეგვეშნა რაღაცა ზანზარებდა და თურმე ყირაზე რომ გადავიდა კარადები აზანზარდნენ ამ ვიბრაციისგან კი ეგრე იყო ზუსტად მასპინძელი გამოვარდა თუნდაც მიწისძვრაო და მე ვუთხარი და კიდევ გავიმეორებ რომ მართლა მოხდა მიწისძვრა ოღონდ ლიტერატურული მიწისძვრა იყო სამოსელი პირველი არა საოცრება ხმე ხარ რანაირად გადავიდა ყირაზე დღემდე ვერ ხვდები აი უბედნიერეს ერთი სული მქონდა როდის წამოვიდოდი რომ მამა ჩემისთვის დამერეკა და მომეხოლა ეგ ზუსტად ის სახლიც მახსოვს ეზო აი ყველაფერი სურამი ისე რომ ჩემცაც ძალიან სიცხეები ქონდა და დავყავდა სურამში რომ იქავაფარი უხდებოდა და იქ მიაგნო მაგ ფრაზას სხვადასხვა ძალიან უცნაურია და იშვიათია სურამში ზამთრის დამსვენებელი ხო და ხო აი სიცხეები ქონდა მე და ურჩია ეთყობა ექიმა ურჩია არ მახსოვს რომელმა რომ ხო და იქ მოხდა ზუსტად ეგ ამბავი სკოლის ზამთრის სარდადეგებზე ანუ იანვარში იქ შობა თუ იყო არ მახსოვს თვითონ ეგრე მიქრა და იქნებოდა ეგ პერიოდია ზუსტად ხო
სამოსელი პირველი ყდა ამფერი იყო დაახლოებით, გახსოვს ეგ წიგნი? მე რომელიც მაქვს არის ლურჯი. მწვანე იყო, მოკლედ მამაჩემს ქონდა ძალიან ბევრნაირი ქართული მასწავლებელი. ისინი ნახატები თუ სწორად. ვახტანგ რურუა. რურუა, ბოდიში, ვახტანგ რურუა. კი, მამაჩემს უახლოს მეგობარი. ქონდა რამდენიმე ცალი ნაყიდი ლადო. და ერთხელ ბავშვი ვიყავი, მახსოვს რომ ჩხუბავდა, ვის ვათხოვე აღარ მიბრუნებენ, ანუ 5 თუ 6 წელი ქონდა. ყველა განაცხადა და მე რა თქმა უნდა აღარ დავუბრუნეს და მაგაზე ჯუჯღუნებდა სადარი ხავ ზუსტად ერთსაც მოვყვები და მე ისტორიებს მე იმერთს მოვყვები ზუსტად ეგრე ანუ როცა ვნახე სამოსელი პირველი წავიღე რომ მეთქი ბატონი გურამის ავტოგრაფით მქონდეს ეს წიგნი და როგორ მეხსოვს ბატონ ლადოს ასე დააწერა და მე ვათხოვე ჩემო ახლოს მეგობარს მაგრამ დამავიწყდა იმან წაიკითხა და იმასაც დაავიწყა ოღონდ მითვისების ცელობა არ ქონია და დავწერა Facebook-ზე რომ გეხვეწებით ვის გაქვთ გიყიდით და გაჩუქებთ უბრალოდ აწერია ჩემი სახელი ბატონის გურამის ავტოგრაფით და იქ ვიღაცა ლანძღეს როგორ შეიძლება წიგნი წაიყო ამ დროს თუნდაც ჩემ მეგობარს კეთის კონდა და დამირეკ რა სალანძღინი ამდენ ხალხში ხო და იყო არც ერთს არ გახსოვდა არც ერთს არ გახსოვდა ძალიან მაინტერესებს როგორი мама იყო ბატონი გურა როგორი კარგი ძალიან ჩართული იყო ჩვენ ცხოვრებაში აი ძალიან და სულ რაღაცას გვასწავლდა ცხოვრებას რაღაც ფრაზებს არ გულისხმობ აი ფიზიკურად სურვა ველოსიპედი რაც გვასეირნებდა ატრაქციონებზე აი დასასვენებლად როგორ იყო იცით ეგ დადიოდა გათხრებს ექსპედიციებში ხო ისტორიკოსი არქეოლოგი და ჩვენ არ ქონდა სოფელი და სადაც გათხრები იყო იმასთან ახლოს ვქირაობდით ხოლმე სახლს და იქ ვისვენებდით და მაგ დროს ერთად ვიყავით ან ქვიშხეთში ან სხვაგან ვიყავით ხოლმე და მამაჩემი მუშაობდა და შაბათ-კვირას ჩამოდიოდა ან ზღვაზე ყველა ერთად დავდიოდით ხოლმე 4-ვე კაცრი мама იყო ისე? კაცრი იყო, კი, იქაც ვამბობ, კაცრას გულისხმობ, ანუ ესე რაღაცა ტერორისტულად არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ძალიან ერეოდა ჩვენ ცხოვრებაში და ეჩემი კიდევ უფრო და საბოლოო ჯამში ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ თვლი რომ რაღაცეები ხარ, რაც ჩემში არის და კმაყოფილი ვარ რომ არის, აი ამ სიმკაცრის შედეგია. რაღაც ჩვევები კი, ვაიმე არც ეგ. არაფერი ერთხელ ერთ-ერთ სახლში რომ ცხოვრობდით, ეთყობა ცუდად მოვკეცი პატარა ვიყავი, 5 წლის ალბათ და ჩამკეტა თავის ოთახში. და იქ მოვიწყინე უბრალოდ არ ვიცოდი რა მეკეთებინა და მაშინ ერთი წიგნი იყო, მაგისი ახალი გამოსული მხიარული ბორცვი ერქვა. თხელი ყდა ქონდა და ერთი მხარე შინდისფერი იყო, მეორე თეთრი და ესეც წესი იყო ადრე გამომცემლობები ჰონორარის გარდა 100 ცალს აძლევდნენ ავტორს საჩუქრებად. და დიდი კარადა იყო და ქვემოთ ერთ-ერთ უჯრაში იდოეს 100 წიგნი და ნუ გავაღე და გავერთე. ყველას მოვახია პატარა კუთხე. და გავერთ, ნუ რა მეკეთები. ხო და მამაჩემთან რომ განიცდის, რომ ბავშვი ჩუმად არის, ეთყობა განიცდის და ეს რა გავაკეთე და გააღო კარ და დახვდა სასაჩუქრე წიგნები, ყველას ქონდა და ოდნავ მოვახიე ფენის. მეორედ აღარ ჩაკეტავდა და არა მეტი არ მახსოვს მსგავსი დასჭა. შეიძლება ბევრი არც აკეთებს ამას, მაგრამ იქნებ თქვენ შემთხვევაში ხდებოდა. რამე რჩევა ქონდა ხოლმე ისეთი რომ ხშირად გაუმეორებიან გახსოვთ რაღაც ეგეთი. არას აი ვერ ვიხსენებ, აი რამდენიმე გადაცემაში მე თვითონ ჩემ თავს რომ მოусმინე, ხო აი ვამბობ, რომ ესე პირდაპირ ტექსტით არ ხდებოდა. მე დავაფიქრდი, რომ იქნებ იყო რამე ეგეთ და მართლა ვერ ვიხსენებ. აი პირდაპირ ტექსტით შვილო მოდია ესე არის კარგი ან ესე არის ცუდი, არასოდეს ეს არ ქნა რაღაც, არასოდეს, მაგრამ დამოკიდებულება მისი ცხოვრების მიმართ ვლინდებოდა მის ცხოვრებაში. ამას უყურებდით ჩვენ, ამას ნუ რაღაც მავნეჩვევებს კი, თქვათ ჭამა არ შეიძლებოდა კითხვის დროს, იმიტომ რომ კითხვა იყო, კითხვა და თან პლუს რაღაცის კეთება არ შეიძლებოდა. ნუ აი რაღაც ეგეთი კი, მაგრამ ის რომ ეს კარგია, ესეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით ან რაღაცით, არასოდეს. უბრალოდ თვითონ ცხოვრობდა ისე, როგორც თვლიდა, რომ იყო კარგი და ჩვენც მაგალითს გაძლევდა თან. უყურებინებდა და სხვანაირად ჩვენც ვერ ცხოვრობდით. ნუ ვერც ბავშვობაში და მერე თუ. ალბათ ყველა ოჯახს აქვს რაღაცა ტრადიცია, საახალწლო, სააღდგომო ზოგადად. რაიმე ტრადიცია თუ გქონდათ, რომელსაც დღესაც აგრძელებთ? ვაიმე სხვა ჩვენ რაღაცნაირად აი ესეთი ოჯახი ვიყავით, აი ხარო შემოვიდა რომ ერთად ვეღარ სადილობენ და რაღაცა ეს სამწუხარო ეს თუ რა არის ჩვენ ესე გავიზარდეთ აი ცოტა არატრადიციული ანუ ეხა რო თანამედროვეობა ქვია ჩვენ თავიდანვე ესე ვიყავით
ხო და აი დეჩემ არის ცოტა საცივის გაკეთება არც გოზინახის და ბებია ჩემი ახლოს ცხოვრობდა ჩვენგან დეჩემის დედა და იქ მივდიოდით აი ეგ მახსოვს აი ტრადიცია გამოდის ახალი წლის წინ მე მამა ჩემი და ჩემი ძმა მივდიოდით ბებია ჩემთან მოქონდა ეს საცივი და რაღაცები დეჩემ ალბათ ეთყობა სახსალაგებდა ცოტას მე ეს მოქონდა და გვაძინებდნენ ახალ წელს არ ხვდებოდით არასოდეს და დილას რო ვიღვიწებდით ესეთ სკამები გვეთქვა ხოლმე საწოლთან და ეწყო ბევრი საჩუქარი, აი ძალიან ესე და სულ ბოლომდე გვჯეროდა რომ თოვლის ბაბუას მოქონდა. თოვლის ბაბუას მოქონდა თუ მამას და ანუ ხო და მაგათ მოქონდათ, მაგრამ ჩვენ იმდენად ისეთი რაღაცები იყო ხოლმე, რაც მაგათ არ უყვარდათ დედაჩემს და მამაჩემს, რომ დარწმუნებული ვიყო რომ მართლა თოვლის ბაბუას მოქონდა, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცებს ესენი არ გვიყიდნენ. თქო, იმიტომ რომ რაღაცები ხო არ მოწონდა თვითონ რაღაც ტიპის სათამაშო ან თმისა მაგრა რაღაცა, ეგენი ან ჩვენ რაც მართლა გვინდოდა ისინი ეწყო. და რო გამოვდიოდით მე ოთახში იქ ხვდებოდა ნაცვისხე. ესე იგი ჩვენ რო გვაძინებდნენ, ეგენი აწყობდნენ ნაცვისხეს და დილას რო გამოვდიოდით ეს ხვდებოდა. და რაღაცა ძალიან ლამაზად მახსენდება. ნაწარმოებებში სხვაგან სხვა წამიკითხავს და ეხაც ეგრე ერთად რო რთავენ და რაღაცა ერთად სუფრასთან. აი ჩვენთან რაღაც ხვანერად იყო ეს მოქონდა, დილას ეს ხვდებოდა და ნუ სუფრაც მე სადილზე ჩვეულებრივად. არც ტრადიცია თუ ქვია. მაგარი ტრადიცია, ძალიან მომეწონა. ძალიან ჯადოსნური იყო მართლა დილას რო გამოვდიოდი და თან უკვე ვიცოდით ალბათ რომ დაგხვდებოდა, მაგრამ ეს პირველი ეფექტი რომ ნაძვისხე დგას. ალბათ ერთი სული გქონდა დღეს დაიძინებდით რომ მალეგათ აი მართლა ძალიან ჯადოსნურად მახ ის საღამოდან იწყებოდა აი ჩვენი წასვლა ამ რაღაცების მოტანა, მერე დაძინება და დილას საჩუქრები და ნაძვისხე. მე მაინც ერთი სული მოხდა და იქით ვარ წასული ამ ისტორიებზე ვფიქრობ, რაც გვინდოდა რომ მოგვეყოლა. ხო და ხომ არ დაიწყებ. კაი, მაშინ მოვყვები. თან მიყვარს ეგ შენი ისტორია. ხო, 2015 წელია, მუშაობ კვირის პალიტრაში. კი, და ბატონ გურამს დაურეკე ტელეფონზე. დღესაც მეწერია მობილურის ნომერი ტელეფონში. არ ვშლი, არა ცოცხალი თავით. მეთქი კვირის პალიტრიდან გაწუხებთ ინტერვიუ, ვაიმე უშვილო, ძალიან დიდი ბოდიში მინდა გითხრა, იმიტომ რომ ნაწარმოებს წერო. ეხლა მე რო შენ ინტერვიუ მოგცე, მე სხვა მირეკავს და საერთოდ მოვწყდები და მამპატი აი ძალიან ბევრი ბოდიში მეთქი. კარგით, მეთქი მოგვიანებით კიდევ დაგირეკავთ. გავიდა 1-2 კვირა კიდევ დაურეკე. ვაიმეო კიდევ ბოდიში უდაგითხრა. გავიდა 1-2 კვირა და კიდევ დაურეკე და ვერანაირ და მეთქი ბატონო გურა მაშინ გაგიმხელ სიმართლეს მეთქი და რა ხდებოდა დაინტერესდა. საერთოდ არ მინდა ინტერვიუ უბრალოდ ძალიან მინდა თქვენი გაცნობა. შეკაცო. თავიდან ეგრე დაგეწყო და დამპატიჟა. გაცილებით ხო. დამპატიჟა თქვენთან სახლში იოსებიძეს. მივედი, რო შევედი, დედა თქვენი იყო და ბატონი გურამი და ნათელა ჩვენი ბიჭი მოვიდა და რამე მოართვიო. ჯერ ასეთ დახვედრა ხოლმე. ჩემთვის იდგა ლეგენდასთან მივდიოდი სანახავად და დავსხედით სავარძელში იყო, პლედი ქონდა მოხურული, აი ულამაზესი იყო და დაახლოებით 1-3 საათი ვისაუბრეთ. ხო, აი ეგრე და რომ მივედი ტელეფონი, რომელსაც დიქტოფონად ვიყენებდი ხოლმე, ხელში მეჭირა და ხო არ იწერო, რასაც არა მეთქი ბატონო გურამ, მაგას როგორ ვიკადრებ მეთქი და ძალიან ცუდ რამეს ვაკეთებდი, ვიწერდი. ძალიან კარგი. ოღონდ არც მიფიქრია, რომ ოდესმე ამ ჩანაწერს სადმე მინდოდა, რომ ეს საუბარი მქონოდა. ჩავიწერე იქ მომიყვა ის სამოსელი პირველზე, მაშინ უთხარი რომ მეთქი სამოსელი პირველზე გიждდები, მაგრამ ჩემთვის ყველა ესა ყველა ნაწარმოები თქვენი შექმნილებიდან არის ბახვას გულმა რეჭხი. მართლა. გაგიჟდა, მეც ერთ-ერთი ყველაზე მეტად ეგ მიყვარსო. ხო. და ნუ ამაზეც ვისაუბრეთ, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც მომიყვა. მათ შორის სამოსელი პირველის გამოსვლაზე რო პრობლემები იყო, რა იყო, როგორ იყო, ბევრი ისეთ ფაქტი, რომელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვს და გული მწყდება. სახში ფრენით მივედი, სხვა ინტერვიუები მქონდა რაღაცები ჩაწერილი ტელეფონში, გადავიტანე ყველაფერი ჩანაწერი კომპიუტერში და გავიდა დაახლოებით 1 თვე და მომინდა რომ მომესმინა. და რა ეს ერთი ჩანაწერი. ხო. და ყველაფერი ადგილზე იყო გამქრალი. აი მართლა ეხლაც გეფიცები დამბურძგლა. დღემდე ვერ ხვდები სად გაქრა. იმიტომ რომ რო გადავიტანე მოვუსმინე. ხო, არსებობდა ესე. მე ხელოსანს მიუტანე სპეციალურად ტელეფონის ჩიპიც და კომპიუტერის რო აღმედგინა. გაქრა და გაქრა. ნუ მე ჩავთვალე რომ ასე იყო საჭირო, ჩემი ცუდი საქციელის გამო. და მე დამემართა აი ჩემ ტელეფონი რომელსაც არ მოკეთ ცოტა პრობლემები შექმნა, მაგრამ იმ ხელად ჩანაწერები მქონდა და იმდენი დიდი მეხსიერების იყო, არ მქონდა მოკეთ იმაზე გადაყვანილი რა, რომ თავის შენახულიყო. წამიშალა სერვის ცენტრში გოგონა.
ოღონდ ეხლა ცოტა გავხდეროთ, ეხლა ეგეც ალბათ უნდა წაშლილიყო. აი ბოლოს მთელი სამავთყოფოს კადრები იქ წერდა სულ რაღაცას, აი ეს ხელის მოძრაობები თვითონ სამავთყოფოს ყოველ მაგათ და მანამდეც მთელი მუხაწყარო იქ ჩვენთა სახლში რაღაცები ამბების მოყოლები რა. აი გააქრო ერთი ჩვენი გვეგონაო, რატო ეგონა თავისი არიცი? ახლა თქვენ ხო მართლა ცოტა გავხდი ოღონდ და მაგრამ მე ვეცადე აღდგენას რაღაცა ყველა გზა ვიხმარე რა ვიცი ჰაკერულიც ისეთით მიწერმოწერებით Apple-თანაც ყველანაირად და ვერაფერი ვერ ვქენი და მაგრამ მე ეთყობა ეგრე იყო საჭირო ხო როგორც თქვენ თქვით იმიტომ რომ იქ ძალიან მძიმე კადრებიც იყო მაშინ ვერ აღვიქოვდი რა ხან სულ იქ ვიყავი და ერთად ვიღავ სელფებს რაღაც ვიდეოებს ერთად ვწერდით და ესე როგორც ტელეფონის კამერით მაგრამ ეთყობა არ იყო საჭირო ის ტელეფონი რაც მქონდა სელფსაც ვერ იღებდა ანუ დიქტოფონის ფუნქცია თუ ვიყენებდი და ციფრული ფოტოაპარატი მქონდა წაღებული ასე შორს გავიშვირე ხელი და ერთი სელფი მაინც გადავიღე და ეგ ძალიან კაი და ეთყობა მართლა არ იყო საჭირო ის ლაპარაკი როგორც აი ამ ჩემი ტელეფონის შემთხვევაში კი აი ძალიან გული დამწყდა დღემდე მწყდება მაგრამ ალბათ არ იყო საჭირო აი მართლა მეც რაც დამემართა ეთყობა არ იყო საჭირო ხელში მეც იქვიდექ წარმოგიდგენთ გამომართვა და რო უთხრა რომ ჩემი ტელეფონი თქო რომელია თქვენიო და უჯრაში ჩავდა ჩვენი მეგონაო და ამოვიღოთ ისა არ ქონდათო დრაივზე და არა მეთქი და ისიც გადაირეოდა ის ვიცი გააკეთა მეც მოს ერთი ისტორია და ეხლა ჩემი ჯერია დაახლოებით 5-6 წელია მანქანაზე უკან დიდათ მაქვს მიწერილი დედამიწა სიყვარული ატრიალებს და ძალიან მიხარია ხოლმე როცა ვხედავ რომ ვიღაცები ფოტოს რო უღებენ და სიყვარულია მთავარი ჩემთვის მოკლედ და მინდოდა ეს ყველასთვის გამიგებინა ვის დაინახავდა ხოლმე ერთხელ გავარ დიდი ღომში ბავშვს ცეკვაზე ველოდები და უცებ ვიღაც ხალი რამე შემომიხდა მანქანაში ეს რა გიწერია უკანო მეთქი ხო წაიგითხეთ რაც მიწერია და მომიყვა ასეთი რაღაც სახიდან გამოვედიო ვერ წარმოვიდგენო რა დღეები გამოვიარე როგორც ცუდად ვარო ცუდ რაღაცებსაც ვფიქრობდიო მოვდიოდიო და არ ვიცი სამყაროსგან რაღაცის პასუხს ველოდებოდიო რაღაც უნდა მომხდარიყო დიდი ხანია ესე უმისამართო დავდიორო და უცებ დავინახე ეს წარწერაო შენ მანქანაზეო რა ხო და მე სხვათა შორის ცნობილი ქალბატონია მითხრა რომ პირადად ვიცნობდიო და ძალიან კარგი ურთიერთობაც მქონდაო და ეხლა ამით შენ მეო გადამარჩინეო რა ბიჭო აი ხო რა გავგიჟდი და ცოტა ხანში გამოიარა უკვე სუსხმანაერმა გამოიარა ისე სახლიდან ისე გამოვედიო არაფერი არ მახსოვდაო ტელეფონიც კი დამრჩაო გადაუღევ ახლა მაგას ფოტო და გამომიგზავნე და მე კაიხანი პროფილის ფოტო თეყენა რა მართლა ხო და ესეც სასწაულები აქვს მოხდენილი კი ბედნიერება ამის მოსმენა ხო და მე დავადოს ცოტა სველად გიზოგო თვალები და რო დავიწყებთ აცრემლას თქვენ არ გაგიკვირდეთ დარწმუნებული ვარ როცა იგივე რომ გურამიშვილი ხართ მსგავსი ისტორიები ექნება უამრავი რა თუ შეიძლება ამ გრძნობის აღწერა აი მე აი ძალიან მწვენია ხო მწვენი როგორ მწვენი აღოცხა ხო თან მიხარია ძალიან აი რაღაცნაირი უცნაური გრძნობა აი უხერხულად გრძნობთან თავს თან რა თქმა უნდა ძალიან მიხარია ეგრე რო არ იყოს ალბათ არ მინდა მოკრეთ თქვენ თვითონ არ გიცდიათ წერლობა არა არასოდეს არანაირი სურვილი არ მქონია რთული იქნება ისე არასოდეს არა იმიტომ რომ ის არის ერთადერთი და განუმეორებელი ჩემთვის მე ჩემი ცხოვრება მაქვს ასევე ერთადერთი და განუმეორებელი რაღაცა არ მაქვს ეგეთი ლადო რაღაცნაირი ის არის ხა მამა ჩემი მე ყოველ შემთხვევაში მომწონს მამა ჩემის ლექსები და ბავშვობიდან რომ მახსოვს რომ მომწონდა გოჩას ლექსები ვერასოდეს ვერ გავუბედერო რაღაც მეც დამეწერა იმიტომ რომ ისეთი მაგარი არ გამომივა მეთქი ვფიქრობდი და იქ დაესვა მაგ ამბავს წერტილი ჩემ შემთხვევაში ხო არა აზრად არ მომწონს ის იყო მამა ჩემის საქმე რამე განსაკუთრებული თამაში ხო არ ქონათ რასაც ხშირად თამაშობდით ხოლმე არა თამაში აი უფრო სპორტული რაღაცები ნუ გვართობდა და თამაში კითხვას რაც შეეხება ეხლა მკეჟერაძეებსაც თუ გავიხსენებთ თუ აკეთებდა ხოლმე აქცენტს რომ წიგნი წაიკითხე და
რა წიგნებს გირჩევდათ ხო? ხო, აი მაგასაც პირდაპირ არ გირჩევდა, მაგრამ სულ ეს სახში გვეწყო ისეთი წიგნები, რომელიც უნდა ეტყობა აგვეღო თავისით. სხვა შეს მე წავიკითხე რაღაც ფსიქოლოგების რჩევა იყო, რომ ბავშვი არ უნდა დააძალო, თურმე ახლოს უნდა დაულაგო წიგნები და დეჩემმა მითხრა მე რომ შენ გიწყობდი, მაგრამ არასოდეს იმას არ იღებდი, რასაც გიწყობ. მაგრამ ნუ თვითონ სახლში ხო ქონდა ის რაც უნდა წაგვეკითხა და აი გიждდებოდი კითხვა, ძალიან მიყვარდა პირიქით რაღაცებს მიგზალავდნენ, რაღაც ერთ პერიოდში საბანს ვიხურავდი და ჩუმად ფანრით ვანათებდი რომ ეკითხა რომ შუქს მიკრობდნენ რომ უნდა დამეძინა, ხო ძალიან რეჟიმში ვიზრდებოდი, დღეში 4 ჯერ უნდა გვეჭამა, 9-ზე 8-ზე დაგვეძინა და ეს ძალიან რეჟიმში გვსრდიდნენ და ხო ერთხელ მახსოვს ბუდაპეშტის ბიჭი ერქვა მე მგონი რუსულად კითხავს სხვა შეხება ბევრი თარგმანი არ იყო ქართული და ეს რაღაც მეორე მესამე კლასიდან რუსულადაც კითხულობდი და ბუდაპეშტში მალჩიკ ხო რაღაც ესე ერქვა და თავდება იმით რომ იღუპება ეს ბავშვი და ძალიან ცუდად გავხდა ისევ ტიროდი ისტერიკა დამმართა ჩვეულებრივი და დედაჩემი რაღაცას დაიწყო რომ უი მე არა ეგ მართლა კი არ მოგდა მაგას გაგრძელება აქვს და რაღაცების თქმა ნუ პატარა ვიყავი და მართლა ძალიან ცუდად გავხდა მამაჩემი ეუბნებოდა რომ ეს არა უშავს იტიროსო აბა ის უგრძნობი ხო არ უნდა გაიზარდოსო ხო ეგ მახსოვს აი და მაგ ხრივ ხო ნუ ერეოდნენ რომ რა ნაწარმოები რა წაიკითხეთ პირველი მოთხრობები ერთ-ერთი აი სუპერველი კი არ მახსოვს ესე ზუსტად პირველი რა იყო, მაგრამ ძალიან მახსოვს საქმე. ჩემ ყოველი მოთხრობა რატოღაც საქმეა. არ გახსოვს. აი არ ვიცი. დღეს ვიტავიკითხა მოასწორებ. აუცილებლად წავიკითხავ დღეს. ხო და რა იყო იცით კიდე არ ვიცი ეს რამდენი არა ну, ყოველ შემთხვევაში მოკეთ იქ არის ლუკა მთავარი პერსონაჟი, რომელსაც ლუკა საქმე ქონდა ესეა და ლუკა ნეტყობა თავისი თავია ლუკა, რომელიც წერს რაღაცას და დიდი იმედი აქვს, რომ კარგ რაღაცას დაწერს. 60-ზე მუშაობდა და ხო მართლა 62 წელიწადს წერდა, სულ არ წერდა, ისვენებდა, ანუ პერიოდულად ჩერდებოდა, როცა აი ვეღარ მიდიოდა ეტყობა წინ და რამე მოთხრობას დაწერდა. მე ესე ვაგრძელებდა, მე მოთხრობას, ანუ 12 წელი ესე ხო, მოთხრობები არის ამ 12 წელში ბევრი დაწერილი და საქმეც მაგ პერიოდშია დაწერილი და რომ ლუკას საქმე ქონდა და სხვა შეს მიკვირდა რომ ლუკას სახელი საიდან აიღო თქო, იმიტომ რომ თუ იცით აი ჩვენ თაობაში არავის ლუკა არ ერქვა, არც მამაჩემის თაობაში არ არსებობდა ეგეთ სახელს. ნუ შეიძლება ვიღაცას ერქვა, არ ვიცი, მაგრამ ნუ არც მეცნიერებაში, არც ნაცნობების წრეში მე არ ვიცნობ. ალბათ სახარებიდან? სახარებიდან კი და მე როგორ შემოვიდა? ეხა ქვია რა ვიცი, ძალიან ბევრი ბავშვი და ლუკას ლაზარია. ხო, აი ლაზარე არ ყოლია ნახსოვ, მაგრამ ეს ლუკა ყავდა პერსონაჟი, ისე თან თანამედროვე რაღაცნაირი გამხდარი ბიჭი და ანა მარია სახელიც, აი ეგეც დროს ფიქრობდი, ხო 60-ელში ანა მარია და არავის არ ერქვა მსგავსი სახელი არც მამაჩემის თაობაში, არც დომენიკო, მაგრამ დომენიკო არ შემოსულა ჯერ თქვა და ანა მარია ქვია ძალიან ბევრს დღეს და რაღაცნაირად არ ვიცი წინ გაუსწრო ამას მართლა დაუჯე ეხლა იმდად ბევრს ქვია რომ არ გვიკვირს ჩვეულებრივი სახელი გახდა და მაშინ არავის არ ერქვა საერთოდ წენა თითქოს ახსენეთ რაღაც პრობლემა იყო გამოცემასთან დაკავშირებით ხო თქვენ ახსენეთ ხო საბჭოთა დისიდენტი იყო ეხლა ვიცი თქვენවත් ციხეშიც გაატარა რაღაც პერიოდი. ქონდა პრობლემები გამოცემასთან დაკავშირებით იმ ხელისუფლებასთან. ხო და არ ქონია, არასოდეს არ ქონია იქ რა სიგულისხმა მივხვდი და მაგასაც ვიტყვი. არასოდეს აი იბეჭდებოდა ჯერ სულ პატარა იყო რომ დაიწყეს ბეჭდა და თვითონ სიძახის რომ აი შოქში იყო რომ როგორ ნუ თუ დავწერე და ნუ თუ დამიბეჭდეს თან აი ბავშვი იყო ფაქტიურად ახლა სადაც 27 წელს ასაკში უკვე მოთხრობების კრებული გამოვიდა ხო ხდებით ნუ ბავშვი როგორ მაგრამ ნუ საკმაოდ ახალგაზრდამ დაიწყო და ჟურნალებში იბეჭდებოდა მე წიგნად მე ეს მოთხრობებიც ყოველთვის დაწერდა ჯერ იბეჭდებოდა ჟურნალში მოთხრობებიც და მე წიგნად 60-ელიც ესე ჯერ პირველი ნაწილი დაამთავრა და გამოვიდა პირველი ნაწილი რაღაც გრაფიკა იყო ახორურუასი მარტო პირველი მაშინ გაგრძელებები ჯერ არ ქონდა ანუ როგორც კი დაიწყო ჟურნალში ბეჭდვა და პირველი ნაწილი დასრულდა წიგნადაც გამოვიდა მე დაიწყო მეორე ნაწილის ნუ ნაწილი პირობითად მაგრამ ხო რამშნ აქ მოკეთ არ იყო დამთავრებული რომანი წერდა ისევ დაიწყო ჟურნალში ბეჭდვა და რომელიღაც არალეგალურ გამოცემაში დაიბეჭდა სტატია, რომ
გურამ დაჩანაშვილი მაგათ ცდილობს რომ შეფარული გზითო ამხილოს საბჭოთა კავშირը და რაღაცა ხო დაიბეჭდა ესეთი სტატია და გააჩერეს ნათოფში გააჩერეს ბეჭდვა წარმოიდგინეთ ჟურნალი გაგზელება მოყვება რო წერია და რაღაც და აჩერებ ბეჭდვას ეს ძალიან სერიოზული ის იყო მაგრამ ეთყობა იმდენად იმ ჟურნალში დაბეჭდილი არაფორმალურ ჟურნალში დაბეჭდილი სტატია მივიდა ეთყობა იქ სადაც უნდა მისულიყო პირიქით არ უნდა მისულიყო და რეაგირებაც მოყვა ძალიან საშინელი ნუ აი ძალიან გაგიჟებული ყოფდა მაგისთვის წერა ცხოვრება იყო მთავარი და იმის მერე რეალიზებაა მერე იმის ბეჭდვა და კითხვა იმიტომ რომ თუ მკითხველი არ ყავს ხო ვისთვის წერ როგორ გითხრათ ახლა იაფასიან გათვლებს კი არ გულისხმობ რომ ვიღაცისთვის დაწერო მაგრამ წერ იმიტომ ზუსტად რომ გიყვარ შენი მკითხველი რომ იმამდე მივიდეს ეს ყველაფერი და თუ ვერ მივა ნუ ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა მოკლედ ეს რომ გააჩერეს და მაგრამ მერე წიგნად მაინც გამოუშვეს აი ჟურნალმა გააჩერეს ჟურნალში არ დასრულდა აღარ დასრულდა გააჩერეს ბეჭდვა და მე მაგრამ ნუ შეიძლება წლების 1 წლის მერე ან 2 წლის მერე თვითონ აგრძელებდა მუშაობას იმიტომ რომ თვითონ რომანი არ იყო ჯერ დამთავრებული და რომ დამთავრდა მეორე ნაწილი წიგნად ისევ გამოუშვეს მე მესამე ნაწილი აღარ შეიძლება ჟურნალმა მე ისევ გააგრძელა არ მახსოვს მაგრამ მესამე ნაწილი ძალიან პატარა იყო და გამოვიდა მოთხრობებთან ერთად რომ წიგნის ფორმატი თუ რაღაცა შევსებული იყო თორე აი ეს ერთადერთხელ მოხდა რომ არ დაიბეჭდა და კიდე მოხდა სხვა ჩერს მოსკოვში თუ საინტერესოა კი საინტერესოა ესე იგი რუსული თარგმანი დაიბეჭდა ძალიან დიდი ტირაჟით თავიდანვე და მოკლედ იქ ესეთი საჩივარი შევიდა არ ვიცი ხო ზუსტად სტრუქტურების სახელები თითქოს რუსმა მუშებმა ანუ იქ ხო საბეჭდი ის იყო რაღაც მანქანები დიდი და ტრიალებდა და ეს რაღაცნაირად იბეჭდა მოკლედ ადამიანური ხელი ჭირდებოდა ამ ბეჭდვის პროცესს მაგრამ ბევრი გვერდი ერთად ესე ტრიალებდა რაღაც იჭრებოდა ნუ იქ მუშა როგორ მოახერხებდა იმის კითხვას ნუ შეუძლებელი იყო თითქოს მუშებმა წაიკითხეს და ეს რა ბოდოაო და იჩივლეს, რას გვაბეჭდინებთო ეს მოსკოვში და ვითომ გააჩერეს მაშინაც ბეჭდვა თუ რაღაც, წაიკითხეს უფრო ზედა სტრუქტურებმა და უფრო მეტი ტირაჟით დაბეჭდეს, ვიდრე იყო გეგმაში, ხო და მე 100,000-იანი ტირაჟებით გაიყიდა იქ და მე შეხვედრაც ჰქონდა იქ რა ქვია მოსკოვის წერა-დასახში ანუ მოსკოვმაც რაღაცნაირად გააჩერა და მე ვერ სამოსელი და მე ვერ გააჩერა აი უცნაური რაღაცა იმ შეხვედრაზე მომიყვა ბატონი გურამი სამოსელი პირველი ახალი გამოსულია წიგნად და სახში მივედა დედამ მითხრა რომ ბიცოლას როგორ არაჩუქეო ბიცოლა იყო თუ მამით აღარ მახსოვს ზუსტად მე მგონი ბიცოლა იყო და მივხვდი რომ ეს რა დამემართა არც ერთი ეგზემპლარი სახში აღარ მაქვს და წავედი თბილისში მოვიარე ეს კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა ლიტერატურაზე იყო მოთხრობაზე სამოსელი პირველი ჭიხურში იყიდებოდა და მოვიარე ყველაფერი და მირჩიეს რომ ერთადერთი შეიძლება არ იყოს გაყიდული აეროპორტის გზაზე არის რაღაც ციგნის მაღაზია თუ ჭიხური რაღაცა მიასწავლეს დავიჭირე გავიქეთ სპეციალ შევედი და გავყიდული ქალი იყო და რომ ვიკითხე და არა გვაქვს რომ მითხრა და სახე შემეცვალო მიხვდა ალბათ რომ განვიცადეო და დამამშვიდა ისეთი სისხლელე იყო არ დადოთ მაგის ყმარა მაგრა ქალბატონო კეთი მე რო გითხარით ეხლა რაღაცებს გიყვებოდით მეთქი ჩემ გონებაში ესეც მოგიყევით ეხლა გამახსენდა კიდე მე მეუღლეს ხელი ვთხოვება თუმში ნუ მაშინ ბეჭედი არ გქონდა და რაღაცა ბალახი წამოვაცვითით ხო და წლების მე როცა ხიდს გურამ დაჩანაშვილის ხიდი ხო გვაქვს ახლა იმ ხიდზე მეუღლეს მეორედ ვთხოვი ცოლობა გურამ დაჩანაშვილის ხიდზე ბეჭედი მაშინ უკვე მქონდა უი ხო და იქ გამოვიდა ნამდვილი ხელის თხოვა კარგია დიდი ხანია მე დავდოს ქვია ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე რომ სიყვარული აკლია მარტო ჩვენ ქვეყანას კი არა სამყაროს გვინდოდა რაღაც ძალიან სამაგალითო ძალიან კარგი ხალხი სიყვარულის ამბები მოგვეძებნა თავარი პირობა იყო ხელით უნდა დაგვეწერა ფურცელზე და მოგვეტანა და წაგვიკითხა მაყურებლისთვის მოგვეყოლა სტუმართან ერთად. ვითრევთ ფეხს არ გამოგდის და აი სხვა რომელიც სტუმართან და რა თემაზე უნდა ყოფილიყო რომ არა დღეს რადომაც არის ის რა არის და პირობა მე შევასრულე აგერ აი ბილეთი. ხო, ხელით ხო. და წავიკითხავ ახლა ბატონი გურამის და ქალბატონი ნათელას სიყვარულის ამბავს. 50 წელიწადია თმას მევჭრიო. იცოდი? არ ვიცი.
ბოლოს ჩაიხედავს ხოლმე სარკეში და გაკორტნილ თავს რომ დაინახავს რა მიქენიო ბრაზობს. თმის შეჭრა არ უყვარს, ჩაცმა არ უყვარს, მაღაზიაში ხომ ვერ შეიყვან. რომ მოაზომო ძაფით ზომო ხოლმე და შარვალთან ფეხსაცმელს ასე ვყიდულობო. თან ისე უნდა დავდო რომ არ იფიქროს ახალი მოტანილიაო. იმ დღეს ჩავაცვი ჯემპრი და ვერ მიხვდა ახალი ნაყიდი რომ იყო. ძველებში შეურია ეკლესიაში მიდიოდა ვერ გაიაზრა ახალი რომ იყო, აიღო და ჩაიცვა. რომ მეთქვა აიგურამ ჯემპრი გიყიდე, მეთქი ფანჯრიდან ისროთო. ძალიან მაგარი იყო ეს, როგორ ზრუნავდა. წარმოუდგენელი ზრუნვა და კიდე არანაკლები ზრუნვის მაგალითი რადო რამდენი ცუდი რამ დაუწერიათ მაგაზე, მაგრამ არაფერს ვაკითხებ, რაც მასზე დაუბეჭდავთ ის რომ იცოდეს, ჭკუიდან გადავა. ესე ძალიან დიდი ზრუნვის მაგალითი და ძალიან დიდი სიყვარულის და თვითონ ამხელა ენერგია გჭირდება ადამიანს ეს ყველაფერი დაიწყო. ხო, ეს სიყვარული რო არ ყოფილიყო და ამხელა ზრუნვა რო ყოფილიყო. ლოკავდა აი არ ვიცი, რა შეეძლო და მართლა დეჩემა დიდი ისი თამაშა რომ ეგ ჩამოყალიბდა იმ წერლად როგორადაც ჩამოყალიბდა. ძალიან ბევრ ამას გადაარჩინა და კიდე ერთი პატარა 2008 წლის აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მუხაწყაროში ვიყავით. გურამი რომანს წერდა. ატყდა პანიკა ხალხი გარბის, გამორბის. რომ შევატყვე. თვითონაც ნერვიულობა დაიწყო, მოვატყვე რა ომი ის ომი, ვერ ხედავ გადაღება ამეთქი. მე რადიოს ჩუმად ვუსმენდი. ის კი მუშაობდა და აზრზე არ იყო, ირგვლივ რა ხდებოდა. ომი დაუმალა. და მოახერხა. იმამდე არც ერთი არ ვიცოდი. ხო. ეგრე შვებოდა ზუსტად. და ეს არის სიყვარული რა და ესეც სიყვარული უნდა კარგი იქნებოდა ესეც სიყვარული. ტრადიციმა ზუსტად იცოდა რა უნდოდა და რა იყო საჭირო და ის რომ ეს როგორ შეიძლება ის როგორ შეიძლება ძალიან არ აინტერესებდა. აი უნარჩუნებდა იმ ისეთ სამყაროს, რომელშიც თვითონ შეძლებდა მუშაობას. ამ დედათქმის ძალიან დიდი დამსახურებაა ის ნაწარმოებები, რომლებიც დღეს არსებობს. კი, ძალიან. გახსოვს ტარიელ ხარხელაურმა რომ გუთხრა, აუტანელი ვიყავიო. მე ისეთი რო არ ყოფილიყო ჩემო მეუღლე, როგორიც არისო, მე ესეთი ვერ ვიქნებოდი. კი, ეგ ძალიან ამხელა ჯვარია. მეუღლის ტვირთი ზოგადად ძალიან დიდი ტვირთია. კაი იყო? ხო, კაი სიყვარულის ამბავი იყო. გოგი გვახარიასთან ამბობთ, არაჩვეულებრივი ინტერვიუ იყო, რომ სკოლაში რაღაც პრობლემები მქონდაო. მამა თუ ყოფილა მშობელთა კრებაზე. ხო, მშობელთა კრებაზე არა, მაგრამ გოგისთანაც ყვები და ერთხელ აი რომ მოვიდა უფრო ზუსტად მოვხვები ხა. ისე კი რაღაცაზე გაგვიყვა, რაღაცა მოხდა ალბათ ქვეყანაში თუ არ თუ ჩვენ კლასი არ აშავდა, იმიტომ რომ ისეთ სკოლა მქონდა რომ ვერანაირებს ვერც გაბედავდა რომ დაეშავებინ. და რაღაცა სააქტო დარბაზში შეგვიყვანეს და რაღაც ხო შეიძლება რამეს გვიცხადებდნენ რამე კომკავშირულს ამ პიონერულს და მოკლედ დაგვასწრეს ძალით და მამაჩემ ძალიან ის იყო სხვა შიშა რა აი დროებთან დაკავშირებით სულ ნერვიულობდა მოკლედ რომ რატო დააგვია 2 წუთი რატო დაიგვიანე ან დეჩემ სამსახურზე რატო დაიგვიანაც არა აი ანგარიშობდა რომ ალბათ აი 5 წუთი დაჭირდა კიბეზე ჩასვლა 5 წუთი გაჩერებამდე 5 და კიდე სად არის აი ძალიან აი ძალიან ნერვიულობდა ყველაფერზე და ეთყობა არ იყო სამსახურში და იყო სახლში თორე მამჩემ ჩვეულებრივად დილას მუშაობდა მე მიდიოდა სამსახურში საღამოს მოდიოდა ესეთი განრიგი ქონდა და ეთყობა იყო სახლში და ვერ ნახა რომ 2:30 და არ მოვედი სახლში და ატეხა ამბავი და მოვარდა სკოლაში აი გაგიჟებული შემოვარდა იმ დარბაზში და ერთ-ერთი მასწავლებელი იდგა და ეთყობა ეს ხოლმე ხმაურჩი სულ არ აინტერესებდა ეხლა სულ არ ადარდებდა იქ რაც ხდებოდა საერთოდ და ჩვენ ხო პირიქით ყველაფრის გცხონდა და ყველაფრის გვეშინოდა და ამიტომ ძალიან დავიძაბე რომ მამაჩემის დავინახე რომ შემოვარდა და მოკეთ იქ მიხვდნენ რომ ჩაშლიდა რაღაცას იზავდა და იმიტომ კი რა რომ იცნობდნენ უბრალოდ აი ვიღაცა შემოვარდა და რაღაცას ამბავს ატეხავს და დაამთავრეს ეგრევე და გაგვიშვეს და აი მართლა შოკი მქონდა მაშინ რომ აი ეს მითი რომ უძლეველი რაღაცა სკოლის სისტემა ხო აი სკოლის სისტემა ჩამოიქცა მამას უძლეველობის გასაგებია სკოლის უძლეველობის ის ჩამოიქცა ხო რა უცებ მამაჩემს მოვარდნამ და აქცია იქავრობა კარგია რომ იმ დღეს სახში ყოფილა ნამდვილად ხო რაღაცა ის მომეცა ძალა თურწმენა თუ თურმე ესენი არ არიან ეგეთი ყოვლის შემძლეები და მამაჩემ შეუულია რომ რაღაცა შეცვალოს აუ და კიდე რა წავიკითხეთ ამას რო კითხულობდი ყოველი წერის დაწყების წინ ისე ნერვიულობდაო თითქოს პირველად წერსო რა მაგიდასთან ისვა და ყოველთვის აუ რა მაგარი დღე გვაქვს მოკლედ რა ის კარგად როკეთი მათემატიკასთან როგორ ხართ
კარგად ხოთშეს მიყვარდა მათემატიკა. აი ხო თვითონ ხო ეგრე ის ხორი გაგახსენდათ არ არის ზუსტი მეცნიერება. თვითონაც უყვარდა ოღონდ. ხო, სულ რაღაცებს ანგარიშო. და დეჩემს დასცინოდა რომ თვითონ ხა ისეთ ცხოვრებითი ცხოვრა ბოლო წლებში სკოლის რომ კარგად არ სწავლობდა რა თქმა უნდა. დეჩემს ოქროს медаლი ჰქონდა, წითელი დიპლომი და ხო და ესეუბნებოდა რაღაცა ფორმულებს და აბა იმას თუ გამოიყენდა თვითონ ახსოვდა და დეჩემს არა და მოკეთ მაგით აი იცით რას გულისხმობ აი არასწორი მეცნიერება რა თქმა უნდა იმ ხრივ რომ აი თქვათ ვიღაცის აზრი მართლა ჭკვიანური ხო 1+1 ყოველთვის 2-ია ხო და ნუ რა თქმა უნდა არა აი მაგ ფილოსოფიურად თუ დავარქმევთ ხო ალბათ უფრო სწორი იქნება არ არის სწორი რა თქმა უნდა როგორ შეიძლება 10 სულელმა 10 სულელის უკაცრავად მაგრამ ნუ ვიგინდა რა ასე უწერია ხო ნუ ვიღა აზრმა გადაწონოს ერთი ჭკვიანის აზრი ნუ ხა ამიტომ რა თქმა უნდა მათემატიკურად ესე სასწორივით არ თანაბრდება მაგრამ თვითონ მე არ სწავლობდი ესე ძალიან არ უსმენდი გაკვეთილს მაგრამ გამომდიოდა რატომღაც აი გამომდიოდა მათემატიკა აი სიამოვნებდა მიყვარდა ეს მომენტი გახსოვს რა კი ვიღაც ვიგინდა რა როაო და ისე რომ ანტესი მათემატიკოსი ხო მათემატიკოსი იყო შეიძლება ორი იყოს აბსოლუტურად შეიძლება ხო აი თუნდაც ხო ნუ 10 კაცის სულელის აზრმა როგორ უნდა გადაწონოს ერთი ჭკვიანის ჩვენს ბავშვობაში მხოლოდ გამთენიისას მუშაობდა ნებისმიერი ხმაური ჩურჩულიც კი ძალიან აღიზიანებს და ვეღარ მუშაობს ცუდ ხასიათზე დგება გამორიცხულია დაჯდეს და დაწეროს შეიძლება რამე ჩანიშნა გააკეთოს როცა ვერ მუშაობს სულ ცუდ ხასიათზეა როცა მუშაობას დააცდიან მშვენიერ ხასიათზე დგება ამაზეა დამოკიდებული მთელი მისი განწყობა ამბობს ხოლმე გადამწერი ვარო ეტყობა იმ დროს სხვანაირად არის რომ იქიდან თუ ჩამოაბრუნებს აუცილებლად ემართება როგორი იყო სამუშაო პროცესში? აი ზუსტად ეგრე. ხო აი ზოგჯერ დილას რომ დგებოდი თუ გაღვიძებდნენ აი ჯერ კიდე მაგიდასთან ზუსის და რაღაც ხმა მოესმებოდა, ну ძალიან ჭხუბობდა, ეთყობა ვერ მოასწრო თქვა ჩვენ ადგომამდე. ჩვენც ბოლო წუთას გაღვიძებდნენ რომ სულ აგვიანებდი სკოლაში, სულ ძალიან გვეჭხუბებოდა, მაგრამ მათაც მაინც დეჩემ სულ უნდოდა რომ გამოგვეძინა ერქვა მაინც ლამის ლოგინში გვაჭვენენ. ну მაგ ხრივ არ ვიცი რამდენად სწორად იქცეოდნენ, მაგრამ ხო და აი თუ შევსწრებიო იმ პროცესს, რომ ჯერ არ ამდგა რა მაგიდიდან და აი თქვა ონკანია მოშვებული რაღაც, ну აი ძალიან ბრაზდებოდა. რომ ეთყობა, იცით რატომ მართლა ძალიან რთულია, რომ რაღაცაში ხარ შესული, ხა მეც მომსულია, რომ რაღაც გულით და ვიღაც ხელს გეშლის, ну საშინელება გემართება. რატომ შეძანა? გვიან იძინებდა მაინც და აი განსაკუთრებით მე ასაკში ხო ძალიან ცოტა ხანი ეძინა 4-5 საათი მაქსიმუმ. ხო იმიტომ რომ გამთენისას თუ მუშაობდა ღამეც რო დაეძინა ფაქტობრივად ხო ცოტა არ უყვარდა ხო არ უყვარდა ქვია ძილი ენანებოდა დრო. ხო ძალიან კარგი ხასიათზე იყო მან და არ მithkoms ეთყობა ბეჭდო ის დროს აი ყველაზე კარგი ხასიათზე მამა ჩემთვის იყო როცა ბეჭდავდა. ანუ ყველაზე ნაკლები პასუხისგებლობა იმიტომ რომ უკვე დაწერილია უკვე გასწორებულია უკვე არაფერს აღარ შეცვლის იმიტომ რომ თითო წინადადებას წერდა 7-ჯერ მინიმუმ, აი რომც არ შეეცვალა 7-ჯერ მაინც რომ აი ამ გადაწერის პროცესში კიდე საბოლოო ვერსია იქნებ კიდე ამოტივტივებული იყო და უკვე სულ რომ მორჩებოდა და თავიდან ბოლომდე გადაწერდა იმ კონკრეტულ გვერდს, მერე ბეჭდავდა. ესეთი კაპიროვკა ერქვა, ქაღალდებს შორის დებდნენ და ხო მაგაზე ბეჭდავდა და მაგით უფრო სწორად და აი მაგ დროს ყველაზე კარგი არც ხმაურზე ბრაზდებოდა, არც რაღაცა გაურკვეველ იმაზე, ყველაფერს გაგიტარებდა, თქვათ, ყველაფერზე ხუმრობდა. ძალიან მესმის რატო უკვე მოსავალი რო ხელში გაქვს და უკვე რო სანერვიულო ნაკლებად კი რა ხო ხბეჭდა მექანიკური ამბავია და მე გამოცდილებაში უკვე კორექტორი რაღაცას ჩაასწორებდა და ამის ხო და აი მაგაზე მე ისევ ნერვიულობდა, იმიტომ რომ რამე შეცდომა რო არ გაპარულიყო, კორექტურას ხო აკეთებდნენ, მე თვითონ მოქონდა და თავიდან აკეთებდა. მე მიდიოდა იმ კორექტორთან და კორექტორთან ერთად თავის თვალწინაც ცლევინებდა, რომ არ გაპარულიყო რამე. და ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მაგას მოკლედ. ეხა ბოლოს გქონდა, ეხა ხო კომპიუტერს ახდებოდა უკვე ყველაფერი და აი აქ ეჯდა გვერდზე კორექტორს და კარნახობდა რომ სტრიქონში რა უნდა შეეცვალა. უკვე კორექტორის გასწორებული. იმიტომ რომ კორექტორს ხო ნაბეჭდი ფორმით ზუსტად ხო არ იბეჭდება, ხო კიდე უნდა ვიღაცამ გადაიტანოს და იმის დროს ხო კიდე შეცდომა იპარება არ არსებობს. კომპიუტერზე არ წერდა? არა, არ აღიარა კომპიუტერი ბოლომდე, არ ვიცი რატო, ეგეც რაღაცა ჯიუტად, რომ
აუცილებლად ხელით და აუცილებლად თავის მშობლიური საბეჭდი მანქანით. უშინლად ვკამათობდი დედაჩემი და მე ვკამათობდით რომ ისა მშობელია მთავარი, მშობელზეა დამოკიდებული როგორ იქნება შვილიო. მე ვამტკიცებდი რომ არ ვიცი, თუ ბუნებამ არ უშველა მეთქი რა აზრი აქვს. ხო და ისევ კეჟერაძეები უნდა მოვიშველიო, ამოვიწერე და თან კითხვადაც ვაქციოთ. ზოგს მშობლების ზემოქმედების სასჯერა, ზოგს სკოლის, ზოგს ორგანიზაციის, სხვას უჯრედის, ზოგს ცემატყების და კიდევ რა ვიცი რისა აღარ. თქვენ რისი გჯერათ? ალბათ ყველაფრის ერთად და მაინც აღზრდის და მშობლების მაინც მშობლების კი. ხო, აი გენეტიკასაც რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება არ ქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ აი რაღაცებია, როცა აი თუნდაც ნახეთ მცენარე, ხო, გენეტიკურად რაღაცა დევს ამ მცენარეში, რომ ასეთი უნდა გაიზარდოს, მაგრამ თუ სხვა ნიადაგში მოხვდა ხო ვერ გაიზრდება. ან თუ წყალი დააკლეს უბრალოდ. დაავიწყდა, ქოთნის მცენარეზე ვთქვათ და საკვები ვერ მიიღო ისეთი და იმ დროს, როცა ჭირდებოდა. ან თუნდაც შინაური ცხოველები. აი ერთი და იგივე ლეკვი ვთქვათ, სხვადასხვანაირად რო ყვებავენ, სხვადასხვანაირი იზრდება. გენეტიკურად ძალიან მსგავსები არიან, ხო ვთქვათ. ყველაფერი. ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველი კლასის ციკში არ იყო უსუნო ყვავილი თუ რაღაც მოთხრობა რო იყო. ხო გადაედო. ხო, გარემოც არ მოქმედე. მე რა ვიცი. ფილტვი. კი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, ძალიან. მინდა გკითხოთ თქვენი ოჯახის ტრაგედიაზე, თქვენი ძმის გარდაცვალების ამბავზე. როგორი იყო ამ პერიოდში мама? თქვენ ინტერვიუში ასეთი რაღაცა თქვით, რაც ძალიან მომხვდა გულზე, რომ დედა და მამას ერთმანეთი მაინც ყავდათო. ხო, და ერთმანეთს ასეთ ისე აძლიერებდნენ და მე ფაქტობრივად მარტო დავჭი, იმიტომ რომ ჩემი ძმა, ჩემი ნახევარი იყო და აღარავინ აღარ ყავდა გვერდით. რა შეიცვალა მამას როგორც შემოქმედის ცხოვრებაში თქვენი ძმის გარდაცვალების შემდეგ? იცით, აი წერა ინტერვიუშიც თქვა მაშინვე გააგრძელა, მართლა მაშინვე. იმავე დღეს და ერთ კვირა შეიძლება არა, მაგრამ ძალიან ეხა ერთ კვირიანი შესვენებები მაგას უქონდა. რაღაც პერიოდი რო ვეღარ მუშაობდა და გადაიწვებოდა, მე აღარ მუშაობდა რამდენიმე დღე. ეს დალევაში გამოიხატებოდა სხვა რამეში, მოკლედ მე ისევ ასე რაღაც პერიოდულობით ჩდებოდა სკოლას გაწერ მაგიდასთან და მაშინაც რაღაც პერიოდი არა, მაგრამ საკმაოდ პატარა პერიოდი, მალევე დაჭდა და სხვა შორის იცით რა ქონდა რომ ირაკლის არ დააბრალონო, რომ მე ვეღარ ვწერო და კიდე უფრო ის ქონდა რა. ტრაგიზმი გაჩნდა ნაწარმოებებში? ხო და აი იმდენად არა. იმიტომ რომ ეგ უფრო ქონდა რომ არ რამეში სხვანაირი არ გამხდარიყო, ცუდად სხვანაირს გულისხმობ და არ დაბრალებოდა ირაკლის. ის აქვს ძალიან მაგარი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ რეზო ჩხეიძე და ნიკო ჭავჭავაძე ღამე მოდიოდნენ, ყველა რომ მიდიოდაო და ჩემთან ვეუნეოდ წადითო და მარტო არ ტოვებდნენ და სულ ჩემს გვერდით იყვნენ. მართლა იმ ხელას ეთქოდა, იმ ხელა ის ქონდა ყველასგან, რომ აი არ ვიცი. ომის ამბავი დაუმალა მეუღლემ. უახერხა. დისიდენტი იყო და ზუსტად გამსახურდიას მეგობარი იყო, მამა ჩემი პირადად რო გავიხსენო ახლა, სამოქალაქო ომის დროს ის რო დაინგრა რუსთაველი და თბილისი. სანამ ბოლომდე არ აღდგა რუსთაველზე არ გაუვლია. იმდენად ნერვიულობდა. რო არ ენახა, ხო. როგორი იყო ამ პერიოდში გახსოვთ? იცით რა, აი ეგ პერიოდი ზუსტად არ ჩემი ძმის ამბის მერე პერიოდი და ამიტომ აი მართლა რაღაცა რეალობა თუ იყო ვერ მახსენე, აი ცუდი სიზმარი კი არა, რა დავარქვა ყველასთვის, ჩვენთვის რაღაც აი ვერც მახსენდება რა იყო, აი არ ვიცი, რაღაცა სიშავე და აი ამ სიშავეში წავიდა ეს ცუდი ამბები ქვეყნისთვისაც და რაღაცა დაემთხვა ერთმანეთს ეს ჩვენი ტრაგედია და ქვეყნის ტრაგედია და ერთი იყო მთლიანად რომ რაღაცა კოშმარი დადგა დედამიწაზე. ისე მერე პერიოდში თუ ქონიათ მამას პოლიტიკაში ჩართვის მცდელობა, დარწმუნებული ვარ. შეთავაზებები იქნებოდა ხო, რაღაცები კი ქონდა რაღაცები, მაგრამ აი ძალიან შორს იჭერდა და დეჩემიც ეხმარებოდა როგორ მართავდა მაგ პროცესს. თვითონაც არანაირი ინტერესი არ ქონდა, იმიტომ რომ ესეთი იძახდა რომ რაღაცაში რომ გაერკვიო, ისაკითხი უნდა კარგად იცოდე, ხო? და ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი ბოლო-ბოლო. ანუ თავის საქმე ქონდა და როგორმე ეს ერთი ჩემი საქმე მყოფნის, რა, ერთი კაცის პირობაზე. იქაც მე ვარ, აქაც მე ვარ, არა ურჩევია.
ზოგი ფაუერი როგორც გითხარით ჩვენი მეგობრები ქართული ჩურჩხელა თუმცა ცოტა განსხვავებული შეფუთვით იმიტომ რომ თავდაპირველად ძირითადად საფრანგეთში ყიდდნენ და მე იმდენად კარგი იყო სამგზავრო წასაღებად რომ მე რა კარგი რამ კი საქართველოშიც უკვე შემოვიდა დიდი შეფუთვითაც არის და პატარა ვიცოდი იმიტომ რომ მე ვარ მოყვარული ეგეთი რა უგემრიელესია ტრადიციული რაც თავარი არის 100% ნატურალური წვენით და ნატურალური ხილებით და ჩემ ფაური ახლა არ გახსათ ქალბატონო ფიქრო შეჭამს ეს კი აი ბროწეულის არის რა კარგია ძალიან მიყვარს ძალიან მიხარია ხარ ისეთი რამეა რა ძალიან მიყვარს ასეთი კარგი საჩუქრისთვის და ნამდვილად უზარმაზარი მადლობა რატო არ შემჩნევია არსად არის ალბათ კი არის ქსელში სუპერმარკეტებშიც იყიდება კი ვოლტმარკეტზეც არის კი არის მეწოდინება ძალიან დიდი მადლობა და კიდე ჩვენი ტრადიციული რასაც ვაკეთებთ ხოლმე ეს არ მინდა რომ გამო აუცილებლად კიდევ რასაც ვეხმი ახლა სიყვარული დღეს დავიწყეთ მაგრამ საკმაო ხანია ვეხმიანებით ნარკოდამოკიდებულების უზარმაზარ და საშინელ პრობლემას და უბრალოდ რაღაც 1 წუთიან 2 წუთიან მონოლოგივით უთმობთ ხოლმე რომ დამღუპველია და სხვათა შორის მოდი ლადო შევძელით ქალბატონო ქეთი აბსოლუტურად ყველანაირი ბიუჯეტის გარეშე უმაგრესმა ადამიანმა ნარკოლოგის ზურა სიხარულზე უბრალოდ არ ვიცი ჩვენი იდეა მოეწონა რა იყო არ ვიცი მოკლედ დავთანხმდა ტრენინგი ჩაგვიტარა რამდენი ადამიანის კიდეთ მოიყვანეთ და ნარკოდამოკიდებულების უარყოფით გავლენაზე ზედოზირების შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეთ რომ ადამიანი გადავარჩიოთ ძალიან სუყე ტრენინგი ჩაგვიტარა და აქედანაც ზურა სიხარულძეს კიდევ ერთხელ მადლობა ძალიან გვინდა რომ ამ ნარკოდამოკიდებულების ამბავს უბრალოდ შევეხოთ ხოლმე იქნება ერთი ადამიანზეც რომ რაღაც დავაფიქროთ მაინც ლადო მე მგონი მაგარი იქნება რა მაგაზე ჩემის მაგაი ძალიან არის მე მგონი ნებისმიერ ადამიანს ხარ რომ დაფიქრდეს რატო იქნება თანახმა იმაზე რომ რაღაცაზე იყოს დამოკიდებული. აი ყველაზე შეურაცხმყოფელი საკუთარი თავის მიმართ და ზოგადად ყველაფრის მიმართ არის ის რომ გაიაზრო რომ ხარ რაღაცის მონა. აი ჩემთვის ეგ არის აი პირველი თავი და ბოლო. არ აქვს მნიშვნელობა რისი. და ამ შემთხვევაში რისი კი არა რაღაცის რომელიც გმართავს თავიდან ბოლომდე ეგეთ დამოკიდებულებას საერთოდ არაფერი არ იწვევს დედამიწაზე. აი ისე ზურა სიხარულის სიტყვებს გავიხსენებ ჩვენ რაც გითხრა ინტერვიუს დროს ნარკოტიკი მიდის ადამიანთან რომელიც არ არის ბედნიერი და ეძებს ასეთ ადამიანებს და სამწუხაროდ პოულობს და კარგად პოულობს ხო კარგად ავლებს და ის ადამიანი იმის მაგივრად რომ ბედნიერს არ ვიტყოდი ნუ აი ვიტყოდი რომ თავისთავად ვერ იპოვა რაღაცა გონია რომ თავს იტყუებს ამი და იმის მაგივრად აღარ მოიტყუოს და სწორი გზა იპოვოს კიდე უფრო იტყუებს და აი ვიღაცა როცა შეურაცხყოფას გაყენებს მონას გეძახის გატყუებს ხო ლანძღავ იმ ადამიანს და აქ საკუთარი ნებით მაგ პოზაში დგები რომ გატყუებინებს თავს გაჯერებს რაღაცას და შენ ამას შენი ხელით შენ თვითონ აკეთებ რომ გახდეს სულელი და გჯეროდეს ისეთი რაღაცების რაც რეალობა არ არის აი ესე ადამიანი როგორ აწერს ამაზე ხელს რომ თვითონ თავაზობს თავის თავს კი არა და მოკლედ თუ ნებდება რა აქ კიდე ერთი უბედურება ის არის რომ საკუთარ თავს ხო წირავს და წირავს ადამიანებს რომელიც მის გარშემო არიან და მე გარშემო კიდე რამდენ რამეში მიდის ეს ყველაფერი ჯაჭვური საცეცები საოცრება ხო აი არაფერ შეერწერი მართლა ესეთი ზიანი არაფერს არ მოაქვს დედამიწაზე და მაგრამ თავიდან რო იწყებს აი გასინჯვაზეც მაქვს ჩემი აზრი აი რატო უნდა გასინჯო ერთი ის რო შეიძლება მოგეწონოს და დაიღუპე და მეორე არ მოგეწონოს და რატო უნდა გასინჯო? ან არ მოგეწონება, თუ არ მოგეწონება, ნუ რა არ მოგეწონება, ხო? რა არის ამაში საინტერესო? რა არის ამაში საინტერესო, რომ გაიგო რომ არ მოგეწონა და თუ მოგეწონება, კიდე ერთი საცდუნებელი გიჩნდება ცხოვრებაში და რატო? აი, რატო რომელ ლოგიკას ექვემდებარება? არაფერში არ ჯდება ნამდვილად. მე როგორც მახსოვს, ბატონ გურავს უყვარდა ფეხბურთიც. კი, ძალიან. ნუ გადამრევს შანსი არ არის თუმცა ფეხბურთი თქვენთანაც გამოჩხრიკა 26 მარტს საქართველოში მოხდა ალბათ თელი ბატონი გურამის ოცნებაც იქნება და დარწმუნებული ვარ მაგრამ რა უცნაურია იცით რაღაც მანქანაში ვიყავ არ მიყურებია და რაღაც ესე მე ფეხბურთიც ხო რაღაც არ იყო აქტუალური ჩვენი ფეხბურთი სამწუხაროდ რაღაც მაგ დღემ გარდასახა ხო და მაშინ რო გახდნენ
რომელ წელს 91-ში. არა 78-ში მოიგეს თასი. 78 თასების თასი მოიგეს 91-ში. 13 მაისს რომელი 91-ში დეჩების დაბადების დღე იყო და რომელ კარი რაღაცა მივხვდი ამ გადაცემებით რადიოში რაღაცა სერიოზული თამაში იყო და ხო 26 იყო თან და ვიფიქრე რომ უი ნეტა დღესაც ხო არ მოიგებენ თქვა და მართლა მოიგეს მაშინ დეჩების დაბადების დღე იყო და ეხლა რაღაც კარგად დაე თქვენ დაბადების დღე როდის არის 7 აპრილს იგი ხარება მე ხარებაზე თან დიდ შაბათს და მოკლედ ძალიან მაგარია კლასიკურ მუსიკას რატო ვერ უსმენდითო? პირიქით, სულ. არა, სხვა მუსიკას არ გვასმენინებდა. თანამედროვეს არ გვასმენინებდა. ხო, იმიტომ რომ ცვლიდა, რომ წკნავილი და ჭღავილი და რაღაცებს ეძახდა და ამ დროს გელა ჩარკვიანი მაგის კლასელი იყო. მაგისი მეგობრები ზუსტად რომ უსმენდნენ და თვითონაც ღეროდნენ და რაღაც ისე იყვნენ და თვითონ არ ვიცი რატო ქონდა სიჯიუტე რომ არ აღიარებ და აი ძალიან ჯიუტი კაცია. კი, ჯიუტი კი. აი არა მორჩა და არა აი კლასიკა ხა მართლა კლასიკაში იმდენი რამე ხდება რომ თანამედროვე ბიტლები ყავდა მაშინ აჩემ მე ამ დროს ჩემი შვილი მე უკვე ასმენინებდა ბიტლებს და რაღაცებზე უთქვამს რომ უიკი კარგია და აი ჩემ ბავშვობაში მაგას ვინ გაუბედავდა მაგის თქმას რომ კარგი ბიტლები მოესმინა ხო და ამ დროს თვითონ თქო მე რაღაც სიმღერებზე კარგიაო აი არ უნდოდა რომ მოწონებოდა უკაცრავად წერან წიგნებზე ვისაუბრეთ და მინდოდა მეკითხა საყვარელი ნაწარმოები რა ქონდა იცით რა ხანრა ხო ნუ სახარება იყო და ბიბლია თავი და ბოლო და ყველაფერი და მართლა ეგრე როგორც ყველა მიცის რომ მართლა ეგრე თუ კი რამე მოდის მე ლიტერატურაში ყველაფრის სათავე იქიდან არის ნუ რა თქმა უნდა ასე და ბავშვობაში მახსოვს პუშკინზე რაღაც პერიოდი პუშკინზე აი ესე სცენები რომ მახსოვს რომ სულ მაგაზე ლაპარაკობდა და სულ კითხულობდა და ლამის ტირო და მადამ ბოვარი ფლობერის ფოლკნერის ძალიან და დონ კიხოტი აი დონ კიხოტი მაგის რა ხანდახან დიკენსი და აქ ტოლსტოი სხვათა შორის რამდენიმე დღის წინ უსმინე ლევან ბერძენიშვილის ის იყო დონ კიხოტზე საუბრობდა ძალიან მაგარი ლექცია იყო და იქ ამბობს ზუსტად რომ დონ კიხოს სიკეთითო ასეთი კეთილი ნაწარმოები არ არსებობს სამყაროში და თუ შეიძლება რამე შევადაროთ აუცილებლად სამოსელი პირველია კი ეგარც ვერ მიყურები. მე მგონი ჩამიგდე შენ ლინკი ხო და ვერ ვნა. ძალიან კარგი სერია, ლევან ბერძენიშვილი რაღაც კონკრეტულ ავტორზე ან წიგნზე საუბრობს და არაჩვეულებრივი რამე. ძალიან კარგად საუბრობს ხომ არა კარგი. როგორი ბაბუა იყო? აი ბაბუა რაღაცა ფანატიკოსი, ეთაყვანებოდა ფაქტიურად თინას დაბადებიდან. ჯერ კიდე სანამ გაჩნდებოდა და მე დაბადა აი მართლა მონათვრავდი რა დავარ. ოღონდ სხვანაირი გაგებით ალბათ. აი რაღაც აი ყველა მოძრაობა სიტყვა აი ყველაფერი რო ის იყო მაგისთვის რაღაცა სრულიად ახსაფრთოვანებელი ანუ ის რასაც თქვენთან არაკეთებდა ჩვენთან ნაკლებად ესეთ ნაკლებად რა დასჯაზე კითხავს ავშვა მე ეხა მომინდა რომ ეთქვა თუ ფამილარობაში არ ჩავმართოთ სანამ მოვდიოდით მიყვარდით როგორც გურამ დოჩანაშვილის ქალიშვილი და ეხა შემიყვარდით როგორც ქეთი დოჩანაშვილი და ბევრი პატივისცემა თქვა ძალიან დიდი მადლობა ვეთანხმები უკაცრავად არა ძალიან კარგი საჭირო სათქმელი თქვი გადავიდეთ თამაშზე ცადოთ ასეთი თამაში გვაქვს ცოტა პირობითაც თამაშს ქვია კარცერ ლუქსობან კი ბატონო გეტყვით ასაკს და ამასაკის ბავშვს რა წიგნი დაიწყოთ. დავიწყოთ პატარა 3-დან 6 წლამდე ბავშვმა რა უნდა დაიკითხოს. მე ზღაპრები, ხალხური ზღაპრები, ყველანაირი. ის რაღაც არასწორი ახლანდელი რაღაც ვითომ რა სასტიკია ზოგი ზღაპარი. ზღაპარი დებს ბავშვში ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას. ცხოვრება სასტიკია, ანუ რაღაც უნდა გაიღო, რა რაღაც მიიღო. ბავშვი არ აღიქოს ესე ტრაგიკულად, რომ რაღაცა მოაჭრა და უნდა შეჭამოს და მერე გაცოცხლდება და ეს დაბრკოლებების გადალახვას აჩვევს. ანუ ხალხური ზღაპრები ყველა ენის 3-დან 6 წლამდე ჩემთვის ეგ. გახსოვს ჩვენ ბავშვობაში იყო ალბათ თქვენ ბავშვობაშიც იქნებოდა საბჭოთა
პერიოდის გამოცემა იყო მსოფლიო ხალხთა ზღაპრები და სხვადასხვა ხალხების ზღაპრები მახსოვს რატომღაც რა კარგი ფერად იყო სხვა მაგარ ყდებში ხო სპარსული ზღაპრები და განსაკუთრებით მახსოვს კრემისფერი იყო იუგოსლავიური ზღაპრები აუ ძალიან მიყვარდა ალბათ იმიტომ მიყვარდა რომ თეთრი ცარცის ქაღალდს რო ეძახიან პრიალა ქაღალდზე იყო და მეჭვილი და შეიძლება მაგით ძალიან და კიდე დამაწყე ხალხური პოეზია მამაჩემიც რაღაცებს გვიკითხავდა ხალხურ ლექსებს სულ პატარაობაში აი მაგას აქვს გულისხმობს 3-დან 6-მდე და ანდერსენის ზღაპრები და კიდე ოსკარ ვალიდსაც გვიკითხავდა ოსკარ ვალიდა მაინც ცოტა უფრო დიდებისთვის თითქოს მაგრამ აი თავკერძა გოლიათი სულ აი რაღაც მაგასაკში წაგვიკითხა ძმები გრიმები მახსოვს მე ოღონდ ეს პატარასებში არის ცოტა მერე ხო ნუ მერე ზღაპრები სულ კარგია მე უბრალოდ ვარა ეხლაც მიყვარდა კი აბარა და სხვადასხვა აი მსოფლიო ხალხთა ზღაპრებში რაღაცებს ვკითხულობდი ხოლმე აი რაღაც ფაბულა თითქოს ყველა ზღაპარს ერთი და იგივე არ უცილებლად არის სამი ძმა აქედან ორი აღმოჩნდება ბოროტი ასე შემდეგ და ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე კეთილი, ყველაზე დაფასებული მართლა ეგრე ვიღაცებს ახლა ეცინება სიკეთე იმარჯვებს, რა თქმა უნდა იმარჯვებს, უბრალოდ თვითონ არ ყოფნით ხოლმე ძალა რომ ის სიკეთე ბოლომდე მიიყვანონ და აბარალებენ რომ სიკეთე არ იმარჯვებს, არ არის ეგ. იმარჯვებს სიკეთე ყოველთვის და დედამიწა სიყვარულია დღეს. აბა ჩემო კლიმ, ეხლა ჩემჯერია, ხო? 6-დან 9 წლამდე რა ისევ ჩემ თავიდან გამოვიდოდა, ხო ესე გამოდის, იმიტომ რომ მე რას მაგე ასტრიდ ლინდგრენს კითხავდით, მე აი პირველი კარლსონი, ეს არის კარლსონი. მართლა. კარლსონი იყო ჩემი ყველაზე საყვარელი და ბილერბიელი ბავშვები და ეგენი, ნუ რაც მაშინ ყველაფერი არ იყო ნათარგმნი, ეხლა კიდე უფრო მეტია. ეხლა ბევრად მეტია, ხო და ესა პირველი წიგნი ხო შეიძლება დიდი რაც წავიკითხე, იყო უფლისწული დამათხოვა. ეგეც ძალიან მიყვარდა, ხო. ეგ და კიდე რა ნუ პატარ-პატარა მოთხრობები სხვადასხვა იგივე ოსკარ ვალიდი და იგივე ანდერსენი და რაღაცები ყო ჩვენ თვითონ ხო მარკ-ტვენიც შემოგვიყვება ხო მარკ-ტვენიც კი თუმცა ლინდგრენი მე მგონია რომ არ არის მხოლოდ საბ არა არც ერთი არ არის მხოლოდ კარგი წიგნი არც ერთი არ არის მხოლოდ კი ბატონო ეხლა ჩანთაში მიდევს მე და ჩემს გვაქვს რაღაც ეგეთი ტრადიცია სავით რომ თუ მე რამე წიგნი შეურჩევ 14 წლისა. მე უკვე რო წავიკითხავ რაღაცა წიგნი მაკარჩეული მე თვითონ კიდის წიგნი, მე უკვე ამას რო დავასრულებ, ის მირჩევს ხოლმე რაღაც წიგს, რომ მე ერთად ვისაუბრებ და თანამედროვე წიგნებს მირჩევს ხოლმე როგორც ყოველთვის და ეხლა გადაწყვეტა რომ 80,000 კილომეტრი მამი წაკითხული დაჭირდა. და მაგიტომ მითხარი. აღმოჩნდა რომ საერთოდ მახსოვს რომ კაპიტანი ნემო და ნაუტილუს მეტის არაფერი არ მახსოვდა და ეხლა ვკითხულობ 80,000 კილომეტრს წყალში ხო ეგ დამაწყო ჟურნალში 9 წლამდე მითხარით ხო მე მგონი კი ზუსტად იმიტომ ხო ჩერს მე მგონი 80,000 კილომეტრზე დამემართ აღარ მახსოვს მე ჩავთვალე რომ აი რაღაც პერიოდში დიდებისთვის უკვე ყველა კარგი წიგნია მაგრამ რაღაც პერიოდში ბავშვობაში რაღაცა აღარ გაინტერესებს აი ჟულ ვერნზეც 15 წელს კაპიტანი იყო ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი ხო აი მესამე კლასში ეგრე გამოდის 9 წელი და მე ცოტა რო გავიზარდე და ისევ ჟულ ვერნი რატომღაც აღარ დამაინტერესა. ხო, აი მე ახლა მივხვდი. რაღაცას გავხსნი. ხო, ახლა ნამდვილად და აი ჩვეულებრივ. ხო, მე ყოველთვის ვუყურებდი რომ ის ასაკი არ უნდა გამოტოვო, იმიტომ რომ მე ვეღარ წაიკითხავ. მე კი წაიკითხავ დიდობაში, მაგრამ აი ბავშვობაში რა ჩადო მაგან ეს მოგზაურობები და საოცრებები, აი შეგრძნებები, აი ცოტა ხარო გამოტოვო. უი, ბავშვობაში ჩემი ჯოჯოხეთი იყო უკანასკნელი მოჰიკანი. ერთხელ დაწყებული და იცით რა იყო დიალოგები რო არ არის არ ვიყვართ დიალოგი აი მე კიდე მაგაზეც ეთქვა მამაჩას მაგრამ აი გევართურაც არის აი ჩემ მეგობრები რაღაც ადგილებს ტოვებდნენ იქ ხო შეს აი ჟურნალსაც ხო უზარმაზარი შესავალი აქვს რა მთელი განედების და გრძედების და აი არ არსებობს რომ გამომედა ის სიტყვას ვერ ტოვებდი და რახან ვიცოდი რომ კარგი წიგნი იყო არასოდეს არც გადამიდია ხო აი ბოლომდე მიმყავდა ეს უკანასკნელი მოჰიკანს ხო შეიძლება ძალიან მიყვარდა არ ვიცი აი მეც რამდენი მე მგონი მე 5 წელობაზე წავგავედი ბოლომდე იმიტომ რომ ვერ შვებოდი არ ხო მაგრამ აი ეგრეა ხო ზოგს რაღაც აი მე 80,000 კილომეტრი მგონი აი არ მახსენდება კარგად უკეთ ცოტა ძალიან წავიკითხე და გამოტოვებას ბევრი გამოტოვე საბრალოში ჰიუგოს აქვს მე გამომტოვდა ისტორია ხო საოცრად დიდი გადასვლები შეიძლება ერთი ხე აღწეროს 80 ფურცელი იყოს და მაგრამ მე მაგასაც ესეთი თვალით ვუყურებდი რომ ეს საინტერესო რომ იქ ბუნება იქ რაღაცა მან ჩემს სასარგებლოდ ვიყენებ თან ჩვენ ბავშვობაში და თქვენ ბავშვობაშიც მით უმეტეს არ იყო ინტერნეტი და ჩვენთვის იყო ჟიულ ვერნი იყო გუგლიც ჟურნალი ვერნი იყო ფეისბუქიც ყველაფერი ჟიულ ვერნი მაგრამ ნახეთ აი ეხლა გრძედებს და განედები საერთოდ არ
არსებობს ხო კომპიუტერული რაღაცით იკვლევენებს, კერებს და რაღაცას, მაგრამ მაინც კარგია ეს, რომ ვიცით, ანუ საიდან მივიდა მერე სხვა ტექნიკამდე, ხო, ეს ძირი რა არის. არ დაგვიკარგავს ისე რომ არაფერი. ხა მეცნიერება კი წავიდა წინ, მაგრამ ის რაღაც საფუძველი საიდანაც წავიდა ის, რომ ვიცით, მე მგონია, რომ უფრო ღრმა ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე Google-ში წაკითხული. ჩემი ჯერია 9-დან 12 წლამდე. 9-დან 12-მდე, აი ჟულ ვერნი უკვე ახარეს, ჩემ პირად შემაგალზე ესე იყო. აი მაინრიდი ალბათ, რა ქვია, მოპასანი, უკვე ეგეთი წერლებიც, ოჰენრი, აი დიუმა ძალიან, ვაი მე როგორ არ ვამბობდი, აი გეიჟდებოდი ისე. ხო, ზუსტად ეგასაკი იყო და სამი მუშკეტერი თავისი გაგრძელა 20 წლის შემდეგ და 10 წლის შემდეგ, აი არ ვიცი, იყო და ტოლსტოიც მაგ დროიდან დავიწყე მე მგონი. ტოლსტოი ცოტა ის მე ცოტა უბრალოდ აგვიან უფრო იცით რა მომენტა ტოლსტოზე ხო აი ომი და მშვიდობა ისე არ მომეწონა მაგათ როგორც ითვლებოდა რომ კარგი იყო და მაგრამ მაინც ჩემს CGUT-დან ხო რუსულად CGUT-დან გამომდინარე მაინც ბოლომდე წავიკითხე მაგრამ იცით რა დავამართა მე რამდენიმე წლის მერე უკვე სტუდენტობაში და მე თავისით მომეწონა ისე რომ თავიდან არ წამიკითხავს ანუ რაც ჩარჩა ტვინს ეთყობა მე სხვანაირად გადაამუშავა და იმას საკმა მოიტანა ეთყობა მე ის მოწონება. ой, მე დიუმაზე ვიყავი რა. დიუმაზე აი მართლა რამდენჯერ წავიკითხე გრაფიკა. ხო, ვაფანატებდი ხო. სხვაჯერს რამდენჯერმე არ მაქვს, არ ვიცი რამდენად კარგია ეს, არც ერთი წიგნი წაკითხული არ არის სწორი, იმიტომ რომ კლასიკურ მუსიკაზეც აი ხო არ ერთხელ ხო არის მე ნაწარმოებს ისმენ ბევრჯერ და სულ რაღაცას აღმოაჩენ და დედა ჩემის ის იყო ეგეც, რომ არ მიგძალავდა არა ხო, რომ იმდენი კარგი, იმდენი წიგნია წასაკითხი, რომ მოგეთ იკითხეო. ხო და რაღაცა თამაგონა, ეხლა რა დაგიმართ და მეც ვეთანხმები. მართლა. ხო, აი ჩემი შვილი რო კითხულობს თქვა მეორედ რაღაცას, მამა მეთქი ამდენი წიგნია და ეხლა უკვე წაიკითხე. რო ჯემალ ქარჩხაძის მდგმური მაქვს უთვალავჯერ დაკითხული მე მგონი. და ეხლა ცოტა სირცხვილია, მაგრამ აი სამოსელი მაქვს მარტო რამდენჯერმე წაკითხული დანარჩენი. არ არის სირცხვილი ეგ. ყველაზე მეჯერ იცი რა მაქვს მიშა წაკითხული კარლსონი. ხო, ხო, პეპიც რამდენჯერმე მაქვს. გარსონოლოგი ხარ შენ ცნობილი და 12-დან 15 წლამდე ქალბატონო კეთი. 12-დან 15-მდე არისო ეს 9-დან 12-მდე. 9-დან 12-დან 15-მდე. ხო. ხო, აი ეგეც აი შეიძლება უფრო დიდი წარმოვიდგინოთ. ტოლსტოი არა, შემეშალა, მაგ დროს არა, უფრო 15-მდე შეიძლება, მაგრამ მერეც არა, მერე ჯობია. ჩემ მაგალითზე თუ ავიღებთ, ცოტა 15-ის მერე ჯობია. 15-მდე ну აი ჯუმაც თქვით, ხო, აი საბრალონი თუნდაც როგორ ქვია, ქარწაღებული კი. ფოლკლორი დასანანია რომ ჩემს მოპასანი და კიდე და თომას მანის მოთხრობები შეიძლება 15-მდე კი. ჰესეს მოთხრობები კი უფრო დიდებისთვის, მაგრამ აი მაგ დროსაც უკვე ძალიან კარგი რაღაც თქვით წეღანო. კარგი წიგნი არ არსებობს მხოლოდ ბავშვისთვის. არ არსებობს. და თქვენ რაღაც სამბობდით გაგაწყვეტინეთ. არის გულის ტკივილი გამოვთქვი რომ ბავშვები თანამედროვე ბავშვები არ კითხულობენ პრაქტიკულად რაღაც შეიძლება ერთეული შემთხვევები არის მაგრამ ვერ შევაჩვიე ვერ შევაყვარე წიგნი ჩემს შვილებს ჯერჯერობით ცდილობას კიდე აი ხო მეც ხოთა შორის არა აი მე რახან ბავშვებიდან ვკითხულობდი სულ პატარობდნენ ამიტომ მეც მეგონა ეგ ტრაგედია რომ ბავშვობაში არ კითხულობდა ძალიან ბევრი ვიცი ვინც მერე დაიწყო და ისე დაიწყო რომ ჩემზე მეტი წიგნი წაიკითხა ისე რომ არ ინერვიულად რაღაც ასაკი მოდის რომ თავარია ჩვენგან ნახონ მაგალითი ალბათ რომ წიგნი კარგია და წიგნი გვიყვარს და ესე ჩემ მეგობარ შულმა მეთხრა ერთხელ რომ აძალებდნენ მშობლები კითხვას და თვითონ არ კითხულობენ და მე რატომ მეუნებიან და თვითონ ტელეფონში არიანო და მე რატომ უნდა ვიკითხო და ბოლო 15-დან 18 წლამდე და ნუ 18-ის ზემოთ უკვე ანუ თვითონ არჩია 15-დან ფაქტიურად 15-დან 18-მდეც უკვე ყველანი თომას მანი ისე ვიტყვით და ფოლკნერი ძალიან მიყვარს მე თვითონ დოსტოევსკი
დოსტოევსკი კიდევ უფრო მე ალბათ, იმიტომ რომ სხვა შორის მე არ მომცეს ჩემო მშობლებმა არ წამაკითხეს, აი ანა კარენინაც არ მომცეს, აი 20 წლამდე ვთქვათ. თuliდნენ რომ უფრო დიდს უნდა წამოიწყო. აი მე ჩემ შვილს 14 წლისა და სამოსელ პირველად არ ვაწყობ. ხო, არა, სამოსელი ძალიან ადრეა ჩემი აზრით, ხო. მაგრამ ეხლა კითხულობენ, არა, 13-14, არა, მაგრამ 15-16-17 წელს ბავშვები კითხულობენ და მიკვირს, იმიტომ რომ ცოტა მეც მგონია რომ ასე მგონია, მე მგონია წიგნზე. შეიძლება ეხლა კონკრეტულად ვერ გავიხსენო, მაგრამ პატარა აზრში დავიწყე კითხვა. აი ისა დრაიზერის ფინანსისტი რატო გადავწყვიტე რომ წამეკითხა არ ვიცი არა და არის უნიკალური ნაწარმოებები იმდენად გაუგებარი იყო რომ ცოცხალი თავით აღარ ვეყარებ ხო ცუდი ის დატოვა საშინელება იყო ჩემთვის მიგზავნოდრელა და დეკამერონი არ წაიკითხო ხო სულ მქონა მუღამი დეკამერონი წამეკითხა და წაიკითხე როგორ არ წავიკითხე არაფერი არ იყო ისეთი ხო ეს აკრძალვებიც კიდე სხვანაირად მოქმედება ხო სულ რაღაც ისეთ მოველოდი და აი არც ერთხელ არ თქვი მამას წიგნები რემარკი ხო არა იცით მიჭირ რაღაცნაირად ეს სკოლაში ისწავლება ხო ისწავლება საპროგრამოა და ცერთ არ ვიცი სწავლება არ ვიცი რატომ ეგეც ალბათ მერიდება თუ არ ვიცი თქვენ ასწავლით მამას ნაწარმოებებს არა იმიტომ რომ დიდ კლასებში აღარ მასწავლებლის გამოცდა არ მაქვს ჩაბარებული და მასწავლებელი აღარ მქვია ამიტომ მაგრამ ისედაც ნუ პატარებთან მირჩევნია რაღაც კითხვის საათი მაქვს და აი ზოგადად კარგად ვიცნობ ყველა ბავშვს და მაგიტო შევდივარ კლასებში რომ კარგად გავიცნო რომ იმათ ცხოვრებაში კარგად ვიყო ჩართული და მე უკვე დიდ კლასებში სწავლობენ და აი სხვა შორის არც ერთი მასწავლებლის არ მიკითხავს როგორ რა ხდება მაგასთან დაკავშირებით არ ვიცი ხო ალბათ რაღაც უხერხულად გრძნობ არ ვიცი ბავშვებთან ურთიერთობაზე დიდი ბედნიერება ნამდვილად არანაირად მიშო იყო 4 წელი ბაღის აღმზრდელი მართლა ყველა შემოში მომობედი ხა არ მინდოდა მეთქვა მაგრამ ხო ვიცი შენ არ არის აი მე რა მაგარი არა იქ ყველა დიდი ბედნიერება აი არ ვიცი ამდენი მე სულ პატარების სკოლაში გავუშვი და მე წამოვედი რა არ გინდათ კიდე რო ასლაპარაკოთ ეგ მაქვს ოცნებად რო ვიყო ბაღის მასწავლებელი მე 1 წელი ვიყავი სკოლაში მანქანით აუ არა ძალიან მაგარი კლასს ვასწავლედი და ის 1 წელიც აი უბედნიერესად მახსოვს და საოცრება ნამდვილად 4 წელი მიშოს დიდი ემოცია აქვს მიღებული მე რეებს იძახიან და რა აღმოჩენები აქვს და რა თვალით უყურებენ აი არ ვიცი ეგ სამყარო და შეგ მაგის ბედნიერება რომ იყო ამ სამყაროში მიიღო მონაწილეობა საბავშვო პოეტი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული საბავშვო პოეტობა იმიტომ რომ ის ბავშვის დანახული და გადმოიტანა ლექსად და ხშირ შემთხვევაში ბავშვი ამბობს ჩვენ გონია რომ სულელს მაგრამ ის ისე ხედავს მე უკვე ლექსად რო გადმოვა პოეტებს და Facebook-ზე რამდენჯერ შემხვედრია რომ ამ საბავშვო პოეტებს ლანძღავენ რა სისულელი აქვს კაცი ხარ კი რატო ბავშვი არ იყავი ესეთ რაღაც უცნაურობა არ გიქონს შენ იცი რომ რეკორდი დავამყარეთ? ხო. ფაქტები არ გულაპარაკია. კიდე ვერ სილაპარაკებდი სიამოვნებით. მიმყოფინოთ გივიღო. არ ვისარგებლოთ ბოროტად სტურის მოთმინებით. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი მართლა აღთვალებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენთან შეხვედრისა და საუბრის საშუალება მოგვეცა და ბატონ გურამზე ამდენი რაღაცა გავიხსენეთ, ბევრი უმეტესობა რაც ვისაუბრეთ და გავიგე. დღეს ძალიან ბედნიერი დღე ვექნა. ძალიან დიდი მადლობა. იცოდეთ რომ თქვენზე შეყვარებული ორი მამა არის? გვიგულეთ თქვენს გვერდზე. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან. მაყურებელს ხო რომ აუცილებლად როგორ აი რა ნამოსდარო და მოიწონოთ ეს გადაცემა კონკრეტულად ეს ეპიზოდი და არ და დაგვილაიქოთ. უყურეთ მამების დროს გამოვიწერეთ YouTube-ის არხი და მე უზარმაზარი მადლობა. რაღაცნაირად ორმაგად მიხარია ხოლმე ეს რაღაც იმიტომ რომ თითქოს აი ამით მამაჩემ მარტო კი არ ვარ, რასაც ვისმენ ახლა თქვენგან აი მამაჩემის გამო და კიდე უფრო მიხარია მაგრამ ჩვენს გვიხარია. მადლობა ჩვენს მეგობრებს Sufi Powers გვერდში დგომისთვის, ნამდვილად გავითვალისწინებ აუცილებლად ნატურალური ჯანსაღი პროდუქტისათვის და მადლობა თქვენს რომ აუცილებლად გამოიწერთ ჩვენს არხს. დიდი მადლობა. დროებით. ძალიან მადლობა. ემოციები მე რაღაცა ვიცი, ამონა თქვენთან საუბრი ძალიან.